ესეთი დიაგრამა უკვე ნახე უნდა გქონდეთ ნეირონული ქსელის შესავალში. და ეს არის რაღაც ზოგადი სახე ნეირონული ქსელის. აქამდე შეიძლება ილაპარაკეთ ერთ-ერთი ან რამდენიმე შენ ნეირონულ ქსელზე, რაცაც backpropagation-ის ალგორითმით განიხილეთ. და ზოგადად რატო დღევანდელი თემა და დღეიდან შემდეგ ეს ორი ლექცია განსაკუთრებით იმაზე იქნება თუ თქვა რატო გახდა ეს ღრმა ნეირონული ქსელები უფრო ხშირი და რა უპირატესობები ქონა უპირატესობებია ამ მიდგომას სხვა მიდგომებთან შედარებით. არა კლასიკურ ემოციით და არა მარტო ისედაც. რა სირთულეები აქვს? რატო იყო პრობლემა? ნახავთ დღეს დავახსენებთ, როდის ანუ ეს თეორიული საფუძველი როდის ჩაიყარა ამ ნეირონული ქსელების შინაარსის. მაგრამ რაღაც ფუქსაურდა ერთ ადგილზე ეს მიდგომა და დიდად პოპულარული არ იყო და დაახლოებით ალბათ 2010-იანი წლებია, როცა ნეირონული ქსელები ხელახლა აღმოაჩინეს და რამ გამოიწვია ეგ რომ ნეირონული ქსელები პოპულარული გახდა ერთი და რაშიც აჯობა სხვა მიდგომებს. თვითონ პირველი ეს backpropagation-ის ალგორითმი რაც ბოლო ლექციებში გაიარეთ, დაახლოებით წარმოადგენთ თუ აქვთ როდინდელი ალგორითმი. აი ეს backpropagation-ით მე შემილია მოდელს ვასწავლოთ. ეს მოდელი რა არის? მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცის machine learning-ის კეთება, რომ backpropagation-ით შეიძლება. თქვენ ესე დაახლოებით როდის შეიძლება ყოფილიყო ეს? ძალიან ძველი არ არის? 50-ში ალბათ. რომელი? 1950. რონი ცოტა მერე უფრო. ანუ სადღაც რაღაც 60-იანები არიან 70. ხო, აი 50-იანი წლები მე თვითონ მახსოვს. არის აი imitation game-ი რო არის ფილმი. იმაზე. ალან ტურინგი. ენიგმაზე რო არის? კი. ტურინგი და ეგ არის პირველი კომპიუტერების დრო უფრო 50-იანი წლები. და ნუ მაქედან დაიწყო კომპიუტერული მეცნიერება ზოგადად. და ანუ რაღაც პირველი პუბლიკაცია იყო რაღაც 70-ში. რაღაც მასე რა ზუსტი თარიღი არ მახსოვს. მე თუ სწორად მახსოვს 86 წელს რუმენჰალტი იყო ეგეთი დიდად მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს. მაგრამ აი პირველ როცა აღწერეს ეს backpropagation-ის ალგორითმი რომ მე შემიძლია რაღაც ნეირონული ქსელი გავაკეთო. ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა და რა თქმა უნდა დღეს უფრო დიდია ეს ნეირონული ქსელები. მაგრამ მათემატიკური საფუძველი რომ მონაცემები შედის, გადის ნეირონებში და მეორე მხარეს იმის მიხედვით რას ვაოპტიმიზირებ. შემიძლია გრადიენტი დავითვალო და დავაპდეითო. მაგ პეიპერს დასალებში გამოვაგზავნი, საინტერესოა ძალიან კაი პეიპერია. განსხვავდება დღევანდელი პეიპერებისგან, მაგრამ კონკრეტ მნიშვნელობა პირველია რაღაცა საიდანაც დაიწყო ეს backpropagation-ით აღმოჩენა რა შეიძლება machine learning-ის კეთება, ეგ პეიპერი კონკრეტულად 26 წლის არის. ნუ დაახლოებით მაგ პერიოდის იდეებია. მე კონკრეტ ეს ნეირონული ქსელები არსებობდა და სხვა მოდელების რაც განიხილეთ სიძველეს და სიახლეს ნაკლებად არ აქვს მნიშვნელობა აქვს იმას კონკრეტულ დროის მომენტში რა ფაქტორები იყო სხვა რამაც განაპირობა რომელიღაც მიდგომის უპირატესობა ან ნაკლოვანება. დღევანდელ დღეში რომ გადმოვიტანოთ ეგ დღევანდელ დღეს აქტუალურია ეს რაღაც ChatGPT-ის ტრანსფორმერის მოდელები. და რადგან ეგ არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ეს არის ყველაზე კარგი არქიტექტურა და იდეალური და უკეთეს ზებნასაზრია რა. უბრალოდ დღევანდელ მომენტში აქამდე რაღაც ბოლო წლები როგორც მოვდიოდით, რელევანტურია და ნორმალური ყველაზე სტაბილური მიდგომა იქნება, რომ აი რაც აქამდე მუშაობს და ვიცით როგორც მუშაობს, მოდით იგივე გავაგრძელოთ. და ეგეთი მომენტები ბევრი იყო აქამდეც. მათ შორის ნეირონულ ქსელებსაც ჰქონდა ეგეთი მიდგომა, რაღაც თორემდე მივიდა, მე სხვა მოდელება ჩაანაცვლეს, ისინი იყო უფრო უკეთესი. და ასე შემდეგ, მოკლედ ეს რაღაც ციკლი პოპულარობის და მართლა რომ საქმეს აკეთებდა, ამ ნეირონულ ქსელებს უკვე გავლილი ჰქონდა, სანამ შეუბრუნდებოდნენ. და მთავარი იდეა რა არის ამ ნეირონულ ქსელებში? როგორც ზოგადად machine learning-ის ამოცანა არის, რომ მაგ მონაცემები ამ მონაცემები და მინდა რაღაც ფუნქციის რაღაც მეფინგის მოდელირება. მაგალითად, შემოვალი ინფორმაცია. კლასიკური მანქანური სწავლების
შინაარსი რაც არის რომ მაქვს მონაცემები მაგალითად სახლის მახასიათებლები, ჭერის სიმაღლე, ოთახების რაოდენობა, ლოკაცია, როდის აშენდა, რომელ სართულზე ასე შემდეგ და მინდა ამ მონაცემების პროექცია რაღაც სხვადასხვა რაღაცას. მაგალითად შეიძლება სხვადასხვა რაღაცა იყოს სახლის ფასი. ან ეს სახლი არ ვიცი, ღირს თუ არა $1 მილიონზე მეტი ან ნაკლები, კლასიფიკაციის ამოცანა რო იყოს. ან ვთქვათ ლოკაციის მიხედვით უბანი ან რამდენად ზვიგენიან უბანში არის მაგის კლასიფიკაცია. მოკლედ ნებისმიერი ამოცანა, სადაც მე მინდა მონაცემები ვისწავლო და ამ მონაცემების ფუნქცია მოდელირება გავაკეთო რაღაც სხვა სივრცეში და ეს სივრცე შეიძლება კლასიფიკაცია იყოს, შეიძლება რეგრესია. ამ პრობლემას წვის ნეირონული ქსელები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად და ზუსტად რატო ყველაზე კარგად, ამაზე ვილაპარაკებთ ეს ორი ლექცია კონკრეტულად. და ამას ალბათ წაეთამაშეთ უკვე ამ playgrounds თუ ესეა просто სამსაფიქრო მოგზავნეთ. სადაც შემავალი ინფორმაციები გვია ფიჩერები, როგორც ყველაფერში. ნეირონული ქსელის შინაარსი არის რომ რამდენიმე შრეზე, წარმოსახვითი შრე არის, რამდენიმე შრეზე მაქვს ნეირონები დაალაგებული და შემავალი ინფორმაციიდან შრიდან შრემდე გადაეცემა ეს ინფორმაცია ძალიან მარტივი მათემატიკით. ეს მარტივი მათემატიკა არის გადამრავლება და შეკრება. სადაც წინა, ასე იგი, შემდეგი ნეირონის მნიშვნელობა, თითოეული ნეირონი ატარებს მნიშვნელობას, აქტივაციის მნიშვნელობა. გამოითვლება წინა შრეზე რა ნეირონები ჰქონდა და ეს წინაშე შეიძლება მათ შორის იყოს input layer-ი. მაგ ყველას აგრეგაციით, მატრიცული გადამრავლება ამ შემთხვევაში, ამაზე ნალაპარაკები გექნებათ უკვე და შეკრებით. რამდენი ნეირონი ჰქონდა, ყველგან აგრეგირდება ეს ინფორმაცია და ესე ვიღებთ ძალიან მარტივი პროცედურა არის, როცა ყველა ნეირონზე ერთი და იგივე გამოითვლება ეს ყველაფერი. გადის ეს მთელი ინფორმაცია გადამრავლებით და შეკრებით. ბოლოში ამ შემთხვევაში ამ playground-ზე არის კლასიფიკაცია. და ეს კლასიფიკაცია ლურჯ და წითელ წერტილებს შორის და რაღაცა ნეირონული ქსელი, რომლის პირველი ეს სტანდარტულად ესე არ ხდება ხოლმე რაღაც რენდომული თქები არა hidden layer-ებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი 4 ნეირონი მაქვს. 4 ნეირონი მაქვს, შემდეგი შრეზე კიდე 4 ნეირონი, 5 ნეირონი, 3 ნეირონი, ბოლოს 2 ნეირონი და საბოლოო ჯამში ვიღებ მოდელი რასაც აფრედიქტებს. ამ შემთხვევაში კონკრეტული წერტილი ლურჯ კლასს მიეკუთვნება თუ წითელ კლასს მიეკუთვნება. ეს რაღაც high level view. ბოლო ლექციებში იყო ის, რომ პასუხი რომ მივიღე loss-ი და loss ფუნქცია ამოცანის მიხედვით. სხვა ტიპის loss ფუნქციებზე სავარაუდოდ ვილაპარაკებთ კლასიკური ML-ში, რეგრესიის loss-ი რა შეიძლება იყოს კლასიფიკაციის loss-ი. და loss-ის მიხედვით მე როგორ უნდა შევცვალო თითოეული ეს ნეირონის წონა, ის რაც აგრეგაციის კოეფიციენტები, მოდი ესე დავარქვათ, და რეალურად არის მატრიცებში რიცხვები, როგორ უნდა შევცვალო თითოეული რიცხვი. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი თითოეული შეზე ბევრი ოპერაცია ხდება, მაგრამ კონკრეტული წონა აი ამ კონკრეტული თქოთ კავშირის ორ ნეირონს შორის კავშირი როგორ უნდა შევცვალო იმის მიხედვით პასუხი რა დაჯდა საბოლოო ჯამში ეგ ინტუიტიურად არ არის მარტივი საერთოდ მაგრამ აი ბოლოსაც გაიარეთ back propagation-ის ალგორითმი ზუსტად მაგას აკეთებს რომ მე შემიძლია ზუსტად თქვა პასუხი თუ ესე იგი ჩემ output-ზე loss-ი თუ მქონდა რაღაც კონკრეტული რიცხვი აი ამ კონკრეტულ ნეირონს ან ამ კონკრეტულ კავშირს როგორ უნდა შევცვალო რა მიმართულებით უნდა შევცვალო და დაახლოებით რა ზომით უნდა შევცვალო, რომ გავაუმჯობესო ეს შედეგი. გაუმჯობესება იქნება თუ პასუხში შემთხვევით ლურჯი რეალური კლასის, რეალურად ლურჯი იყო ეგეთი წერტილი სტაბილურ კლასში ჩავარდა და პირიქით. ზუსტად რომ უნდა შევცვალო. ეს არის ზუსტად ეს გრადიენტი და მე თუ გრადიენტი ვიპოვე, ანუ მაგალითად ამ წონის მნიშვნელობა თუ იყო 0.7 და გრადიენტი მეუბნება რომ ეს უნდა გავზარდო ამ მიმართულებით დაახლოებით ამდენით, მე შემიძლია პატარა ცვლილება გავაკეთო. და შემდეგ ასე ვთქვათ იტერაციაზე ამ ნეირონული ქსელის ეს 0.7 იყო, ვთქვათ, და გრადიენტი რაღაც დადებითი იყო, ვიკვირა 0.7-ზე ოდნავ მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, მოდი აი ამ კონკრეტულ წონას. ეგ არის რაღაც მაგია, რაც პრინციპში აი შესაძლებლობს ხდის, რომ მიუხედავად იმისა, არ მაინტერესებს მე შეგნით როგორი არქიტექტურა არის და თეორიულად არ მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რანაირი არქიტექტურა, რანაირი კავშირებია, მე ამის გაკეთება ყოველთვის შემიძლია. და თეორია გვეუბნება, რომ ამას მე გავაკეთებ,
თეორიულად შემიძლია მივიღო იდეალური ასახვა, ინპუტი რაც არ უნდა ყოფილიყო და აუთპუტი რაც არ უნდა ყოფილიყო მაგათ შორის. და ეგეთი ის არსებობს. ისე მოსაქვია. ეგეთი ლემა არა და თეორემა. თუ არ ვწდები უნივერსალური მიახლოების თეორემა, რაღაც ესე ჩინარსის, რომ მე რო ავიღო ერთშრიანი, მარტო ერთი ცალი ჰიდენ განზომილება მაქვს. ერთშრიანი ნეირონული ქსელი საკმარისია, შეიძლება ვიტყვები და ორი შრია უნდა იყოს. საკმარისია მოკლედ, არ აღრმა არაფერი. ორშრიანი ნეირონული ქსელი საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი უწყვეტი ფუნქცია მიუახლოვო. იდეალურად. ოღონდ ხა აქ პრაქტიკული ეს თეორია კი არსებობს და კარგია რომ ეს мотиваცია გვაქვს. ესე იგი შეიძლება ნეირონული ქსელებიდან კარგი მიმაახლოვებელი გამოვიდეს. მაგრამ ამ თეორიას ერთი ასე ვთქვათ, პრაქტიკული ნაკლი აქვს ის, რომ ეს არაფერს არ მეუნება, რამდენი ნეირონი მჭირდება ამისთვის. შეიძლება რეალურად საჭირო იყოს მილიარდი ნეირონი, შეიძლება ტრილიონი ნეირონი ან 20 ნეირონი საკმარისი იყოს. იმის მიხედვით, რამდენად რთულია ასახვა ინპუტიდან აუთპუტს. და თეორია და ეს ასევე არ მეუნება არაფერს ეს თეორია იმის მიხედვით, თუ როგორ ვიპოვო მე ეს წონები. მაგრამ მეუნება, რომ ესეთი რაღაცა იარსებებს, რომელიც მე თუ მინდა სახლის მახასიათებლებიდან სახლის ფასის დადგენა, ეს მათემატიკური ფუნქცია, მათემატიკური ასახვა რო დავამოდელი, რომ არსებობს ეს ორშრიანი ნეირონული ქსელი, რომელიც მაგას გააკეთებს იდეალურად. მაგრამ ეს თეორია არაფერს არ მეუნება, როგორ ვიპოვო ეს ორშრიანი ნეირონული ქსელის წონები რეალურად. აი, აქამდე კითხვები თუ არა? თუ არა, ეს შეგვიძლია დავაგრძელოთ. და სტანდარტულ შემთხვევაში, ანუ კლასიკურ რაღაც machine learning-ის შემთხვევაში, ისე რასაც საქმე მოვყარაკობდით, ეს თეორია თალკი აღებული არაფერს დაქნისი არა, შეიძლება რაღაც გული გაგვიხაროს, რომ აი ამით შეიძლება რაღაც გამოვიდეს. მაგრამ როცა პრაქტიკულად შემოვაყალიბებ ამოცანას, რომ აი მონაცემები მაქვს და მოდი ახლა რაღაცნაირად ინიციალიზებული რენდომ რიცხვებიდან ეს რენდომ რიცხვები ისე შევცვალო, რომ სწორი ასახვა მივიღო, ეს რთულია უკვე. ეს მარტივი არა. და აქ რა პრობლემები არის, მოდი ზოგადად ჩამოთვალოთ. კლასიკურ შემთხვევაში მაქვს მონაცემები, ვიცი როგორ შევაფასო ჩემი loss ფუნქცია, როგორ ჩამოვაყალიბო, ამოცანი ის loss ფუნქცია რა არის და აქედან რა ხდება ხოლმე კლასიკურ მანქანათმშობლებაში. როგორ სწავლობს, ანუ რა ეს ტრეინინგ ლუპი რა არის? loss ფუნქციის მინიმიზაციას სწავლობს. loss ფუნქციის მინიმიზაციას ვწtildeობთ backpropagation-ი, gradient-ის პოვნა და update-ი, ხო? კი ბატონო. თუ gradient-ი ნებისმიერ შემთხვევაში მეუნება, როგორ უნდა შევცვალო ეს კონკრეტული წონა, მაქვს თუ არა გარანტია, რომ ყოველჯერზე მოდი მე ამ gradient-ს მიყვები და შესაბამისად ყოველჯერზე თუ უკეთეს და უკეთეს შედეგს მივიღებ, შესაბამისად რა მიშლის ხელს რომ ვიპოვო იდეალური ეს ფუნქცია. კითხვა გაიმეორეთ შეიძლება რა ცოტა გაჩნდა. გამიგე, ანუ ეს ის ავტოგრადის სისტემის ყველაფერი გვეუბნება იმას, რომ შენ თუ ჩამოვაყალიბე მათემატიკური გამოსახულება input-დან output-მდე, მე შენ დაგითვლი gradient-ებს და gradient-ი გეუბნება კონკრეტული ის რიცხვი, კონკრეტული წონა ნეირონულ ქსელში, ორ ნეირონს შორის კავშირი, რომ მიმართულებით უნდა შეცვალო, რომ პასუხი გაგიუმჯობესდეს. და მე რო ავდგე და ეს ნაბიჯები გავაკეთო, რა ვიცი, ბევრჯერ. თუ ყოველჯერზე ეს gradient-ი მეუბნება, რომ მე ამით გაგიუმჯობესებ შედეგს, ყოველჯერზე გავაკეთებ რაღაც, მანამ სანამ არაფერი აღარ შეიცვლება და ვიტყვი, რომ ესე იგი ვიპოვე ეს ფუნქცია, რასაც ვეძებდი, იმიტომ რომ მე ვიპოვ მაგ მექანიზმი, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს და რაღაც მომენტში თუ მივოდექ იმ შემთხვევაში, რომ gradient-ს გავყევი და აღარაფერი აღარ შეიცვალა, ესე იგი იდეალური ფუნქცია მაქვს input-დან output-ს. ხო და შეკითხვა? შეკითხვა არის ეს ამას რა უშლის ხოლმე? ლოკალური მინიმუმი. ხო, გიორგი ისმენ. ლოკალური მინიმუმი, მაგრამ უკვე იქო. ხო, ლოკალური მინიმუმი, კი. ლოკალური მინიმუმი ერთი ვარიანტია, კიდევ არის ბევრი. კიდე შეიძლება რომ უბრალოდ non-linear იყოს და ვერ ისწავლოს კარგად.
ნონლინიარი იყოს ასახვა, ხო? ხო. კი ბატონო, მაგრამ მაგის მოგვარების მაგალითებიც ხო ვიცი. შემოვიდა არალინიარ ფიჩერებს. ხო. აჰა. კიდევ შეიძლება ლოსი უკვე ან რომ გაგვინულდა ან არ იცვლება ან შეიძლება ან ლოსი საკმარისად ვერ ანსხვავებს ან ჩვენ ეხა მიღებულ ფუნქციასა და კიდევ უფრო უკეთეს ფუნქციას ანუ ორივე შემთხვევაში მაგალითად ნულია ხო კი ბატონო მაგრამ მაგ შემთხვევაში თუ აღარ შეიცვალა იმ მაგას ვიზახი რომ ეგ იყოს მოდი ჩემი იდეალური ისა ფუნქცია თქო თუ ნულია ლოსი ნიშნავს რომ ყველაფერს იდეალურად ავსახე ხო ოკეი კი ანუ ლოს ფუნქცია მაგრამ ასახოს რეალურად ის რა ქვია მე რასაც ვაოპტიმიზირებ იდევ თუ არის ხويس კიდე რა პრობლემებია ხოლმე თუ გიხსენებიათ ეგეთი რაღაცა vanishing gradientები ან პირიქით exploding gradientები ან აფეთქდეს ხომ მაგისთვის რელუს მე შეცვალეს რაღაც კი ანუ მაგაზე ვილაპარაკებ დღეს ეგეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს ზოგადად გრადიენტი რაღაც ფუნქციის გრადიენტი შეზღუდული რაღაცა არ არის ხო შეიძლება იყოს ეს გრადიენტი ძალიან დაბალი რიცხვი ან 0-თან ძალიან ახლო რიცხვი ან შეიძლება ძალიან დიდი რიცხვი იყოს მილიარდი იმის მიხედვით გრადიენტი ასახავს ხო რაღაც კონკრეტული მიმართულებით რაღაც კონკრეტული ღერძი რა ვიყო იმ ღერძის მიხედვით რამდენია დახრა ამ ფუნქციის წარმოებული და ეს გრადიენტი ეს წარმოებული ერთ-ერთი შეზღუდვა არის რომ ან 0-თან ახლოსაა მაგრამ შეიძლება ზემოთ არ იყოს შეზღუდული არანაირად უსასრულო დიდი რიცხვი იყოს და მე თუ ამ რაღაც ავტოგრადის სისტემაში რაღაც ძალიან დიდი რიცხვი ან ძალიან 0-თან ახლო რიცხვი შემოვიტანე წინა ლექციებიდან შეგახსენებთ რომ ეს chain rule ნიშნავს რომ გრადიენტების გადამრავლებით მე ვიღებ საბოლოო ლოსი რაც იყო იმის მიმართ კონკრეტული რიცხვის წარმოებული და იყო კონკრეტული პარამეტრის წარმოებული და იყო და ეს გამოისახება საბოლოო ჯამში chain rule ნიშნავს ესე იგი რამდენიმე რიცხვის ერთმანეთზე გადამრავლებას და მე თუ 0-თან ახლო რიცხვებს ერთმანეთზე ვამრავლებ ამ პირიქით ძალიან დიდ რიცხვებს ერთმანეთზე ვამრავლებ ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც რიცხვს გამოვხატავთ კომპიუტერში ეს მაგას ვერ უბავს ფეხს 0-თან ახლო რიცხვების გადამრავლება მეტყვის რომ 0-ია შენი გრადიენტი მაგრამ რეალურად შეიძლება მათემატიკურად იდეალურ სამყაროში შეგვეძლოს რიცხვების აღწერა შეიძლება 0 არ იყოს და იყოს 0.000050 და შემდეგ რაღაცა ამ პირიქით მილიონი რო გადავამრავლებ ერთმანეთზე რამდენიმეჯერ თუნდაც 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ უკვე იმდენად დიდი რიცხვია რომ ისევ ამის მათემატიკურად შენახვა ჩვენ კომპიუტერებში არა შესაძლებელი და ზუსტად ეგ ხდება ხოლმე რომ როცა ნეირონულ ქსელს ატრენინგებ განსაკუთრებით თუ ეს ნეირონული ქსელი სიღრმეში წავიდა რამდენიმე 5 ლეიერი 10 ლეიერია 20 ლეიერია ძალიან ხშირია რომ ან გრადიენტები მინულდება და ვერაფერს ვერ სწავლობს ჩემი ნეირონული ქსელი ან პირიქით უბრალოდ დიდი შეიძლება გახდეს გრადიენტი და მაგ შემთხვევაში მე აღარ მაქვს რანაირი საშუალება რომ იმ მიმართულებით მე ნაბიჯი გადავყო ანუ სტეპი გავაკეთო იმის ოპტიმიზაციის ეგ ორი პრობლემაა ძირითადი რაც რაც მოყვება იმას რომ მე ნეირონული ქსელი გავადიდო სიღრმეში ან პირიქით სიგანეში სიღრმეში უფრო დიდი პრობლემაა იმიტომ რომ ეს გადამრავლების რაოდენობა სიღრმეზეა დამოკიდებული მაგრამ სიგანეზე ასე მიგდის პრობლემები. აი კიდევ ერთი რაღაცა შეგვიძლია შემოვიტანოთ აქვე. ნეირონული ქსელები, აი რომ ეს დიაგრამასაც წავიდა. ესე მუშაობთ. როგორც წესი, ეს ძალიან პატარა ნეირონული ქსელია, მაგრამ წარმოგიდგენთ კავშირები ამ ორ მომდევნო ნეირონებს შორის დიდია. დიდია, ბევრია, ხა აქ კავშირების რაოდენობა იქნება 4 წინა ნოუდი, 4 შემდეგი ნოუდი, ესე იგი 4 16 კავშირი იქნება. და რაც უფრო მეტი მაქვს, ანუ კვადრატული დამოკიდებულება ხდების იონების რაოდენობასა და მათ შორის კავშირების რაოდენობას შორის. ამიტომ ძალიან ბევრი პარამეტრი მაქვს მე. ძალიან ბევრი პარამეტრი მაქვს, რის დაოპტიმიზირებასაც ვცდილობ. შემოვშოთ. ძალიან ბევრი პარამეტრი მაქვს, რის ოპტიმიზაციასაც ვცდილობ და ისევ კლასიკურ machine learning-ს დავუბრუნდეთ. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბევრი პარამეტრი მაქვს? ხო, ან მოდელი ავიღე. ეს მოდელი ძალიან ბევრი პარამეტრიანია. თქო, იმაზე მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე რეალურად საჭირო იყოს. გისმენ გიორგი?
ძირითადად უფრო მარტივი არის overfit-ი რომ გავაკეთოთ, ან მემორიზაციის რისკი არსებობს. და overfit-ი და უფრო ნელი არის, რომც დავატრენოთ და რომც ანუ უბრალოდ დავრანოთ, ანუ interference-ი რომ გავაკეთოთ. ხო, ეს სინელე კი ბატონო, რაც უფრო მეტი დიდია მოდელი, მის უფრო ნელია. და overfit-ი რას ნიშნავს ეგეც რო ვთქვათ ახლა? overfit-ი ნიშნავს, რომ ან ჩვენ რა მონაცემებსაც ვაძლევთ, იმას ფაქტურად, ანუ გენერალიზაციას კი არ აკეთებს იდეის, არამედ უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევებს ბრჭყალებში რო ვთქვათ, იზეპირებს, ანუ რაღაც ამ ჩვენ რასაც ვაძლევთ, ამის ფიჩერებს უკვირდება, ანუ უკვირდება და ანუ აქედან ამებს იზეპირებსა და იმის მიხედვით გვაძლევს პასუხს, ანუ ფაქტურად ყველა შემთხვევისთვის ანუ იმახსოვრებს რა პასუხი რა არის. კი ბატონო. მაგის მაგალითი აქ გქონდა მე მგონი. ლექციაზე სიო. მე რო ავიღო და ეხა გავბერო ჩემი ნეირონული გზელი ბევრი პარამეტრებით. მოდი ცოტა noise-ი დავამატოთ. noise ნიშნავს, რომ ეხა აქ ძალიან გამოყოფილია ეს ლურჯი წერტილები, ყვითელი წერტილებისგან. noise-ი რო ვიტანო ბევრი. და გავუშვა ტრენინგზე ეს ჩემი მოდელი. აქ რა გვაქვს? learning rate-ი, რაც კლასიკური რაღაცა, აქტივაცია, რეგულარიზაცია, ასე შემდეგ. და კლასიფიკაციის დასკი გვაქვს. ამ შემთხვევაში ცუდი არაფერი წარმოხდა. მოდი ფიჩერები დავამატოთ. ანუ კარგი რეგულარიზაცია რო გვაქვს იმ დროს ნაკლებად დაემართება რა პრობლემა. ანუ ამ შემთხვევაში რეგულარიზაცია არ არის აქ აქტებული, მაგრამ კი გადაგება. იგი. აი, ეგეთ მაგალითი ვიყო. როგორც კი noise-ი რას ნიშნავს? ხანდახან არის, რომ ესე იგი, მაგ სურათების მაგალითს ვილაპარაკოთ, ან სახლების მაგალითს ვილაპარაკოთ. შეიძლება სახლი თავის მახასიათებლებიდან გამომდინარე არის უნდა ღირდეს 100,000, მაგრამ იმის გამო რომ ეს ამ სახლში ოდესღაც ვიღაცა ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა, ეს სახლი არის რაღაცა სახლ მუზეუმი და რეალური ფასი ამისი არის 500,000. მე რომ მოდელირება გავაკეთო და სახლის მახასიათებლებს შევხედო ცალკე. რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ ეს სახლი უნდა ღირდეს 100,000-იან. იმიტომ მე დატაში არ მაქვს არაფერი, რაც მეუნება რომ ეს სახლი ვიღაცა ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა და ამიტომ ეს ღირებული სახლი. ამიტომ ეგ კონკრეტული სემპლი, ეს კონკრეტული სახლი თუ ბინა არ ჩავარდება იგივე განაწილებაში, როგორც სტანდარტული სახლი იყო ყოფილი. სტანდარტულად სხვა 10-დან კი და 100-დან 99 სახლი ეღირებოდა 100,000, მაგრამ ეს რადგან ეგეთი გამონაკლისი სახლი იყო, ამიტომ ღირს 500,000. ზუსტად ეგ არის და ნებისმიერ დატაში ეს noise-ი არსებობს, ბევრი რაღაცის გამო, შეიძლება არასწორად შევსებული მომხსენების გამო, შეიძლება იმის გამო, რომ აი ესეთი რაღაცები ხდება, დატის მიღმა ფაქტორებია, რაც მაგას განაპირობებს და ეს წერტილები, რომლებიც რეალურად სხვა ადგილ, ანუ სხვანაირად კლასიფიცირდება. და მე თუ ზემეთაც დიდ ნეირონულს არა ნებისმიერ მოდელს ავიღებ და ძალიან ბევრი პარამეტრის გავბერავ ამ ნეირონულს. ამ შესაძლებლობას ვაძლევ ამ ნეირონულს ესე იგი, ან მოდელს, რომ აი ეგეთი noise-ის წერტილებსაც იდეალურად მოერგო. ეხლა ამ შემთხვევაში ყველა წერტილს ეგრე იდეალურად არ მოერგო, იმიტომ რომ ძალიან უფრო მეტად დიდი ნეირონულების აღება ჩემეზე. მაგრამ მაგალითად ხედავთ, რომ აი ეს ლურჯი სექცია ამ წერტილამდეც გამოიწევა, რომ ზუსტად ასახავს, რომ ეს წერტილიც ლურჯი უნდა იყოს და არა სტაფილოსფერი. მაშინ როცა ჩემთვის ასურველი ის არის ასე ვთქვათ, ქმედება ეგ, ხსევა მოდელის. მე მინდოდა ესეთი წერილო დაიხატა აქ, იმიტომ რომ წრიში ძირითადად ლურჯია, წრიში გარეთ ძირითადად სტაფილოსფერი. კაი, ესეც რაღაც კლასიკური განმოდის, მაგრამ ზუსტად ეს პრობლემები ჩამოთვლა აუცილებელია იმისთვის, რომ აი რა უპირატესობები აქვს და ნაკლები ნეირონულს ეს გავიგოთ და რატო გახდა ამ პრობლემის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი პარამეტრი აქვს ნეირონულს, ვიდრე კლასიკურ მოდელებში ჰქონდა ვთქვათ, მაინც რატო შემიძლია რომ ამ ესეთ პრობლემებზე არ ვფიქრო და რა მექანიზმებია რომ ეს თემი დააბალანსოს. ესე იგი, რა ვთქვით არის გრადიენტების პრობლემა, როცა სიღრმეში მივდივარ, გრადიენტები რადგან ერთმანეთზე მრავლდება chain rule-ით. ან მინულდება, ან პირიქით უსასრულოდ დირექტია და ამიტომ ტრენინგი ვერ ვახერხებ. რადგან ბევრი პარამეტრია, როგორც ეს, ბევრი კავშირია ნეირონებს შორის. ამის გამო ბევრი პარამეტრი მაქვს და ბევრი პარამეტრი როგორც წესი მიდრეკილია ხოლმე overfit-ისკენ და ეს როგორ დავაბალანსოთ.
ნუ რეალურად ერთ-ერთი ნაბიჯი, რამაც გამოიწვია ამ ნეირონული ქსელის მიდგომის პოპულარიზაცია არის, რომ უფრო და უფრო IAP გახდა გამოთვლითი რესურსი, GPU-ები და ჩიპები, ეს კიდე განსაკუთრებით. უფრო და უფრო მეტია, უფრო და უფრო ჩქარია, აქამდე ვთქვათ 2010-იან წლებამდე არ იყო პოპულარული, იმიტომ რომ არც იმდენი მონაცემები არ იყო ციფრული და არც ისეთი კომპიუტერები არ არსებობდა, რომ ეს ამდენად დიდი მოდელები დაეტია და დაგვეტრენინგებინა. და ზუსტად მაგან გამოიწვია ის, რომ სხვა გარემოებაში ნეირონული ქსელი თქვათ რაღაც შეზღუდულ მეხსიერებაში ან შეზღუდულ გამოთვლით რესურსში შეიძლება არ იყოს ყველაზე ძლიერი ტიპი მოდელის და სხვა მოდელი ჯობდეს, რომელიც ჩქარია, რომელსაც ნაკლები მონაცემები ჭირდება სასწავლად, მაგრამ აი იმის გამო რომ გაიაფრა გამოთვლითი რესურსი, იმის გამო რომ ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს ახლა თითოეულ task-ზე, ბევრად დატასეტები არსებობს. ამან გამოიწვია ის, რომ ეს მიდგომა ისევ პოპულარული გახდა ეს ნეირონული ქსელების. და ეს არის აღგვეუბნება იმაზე, რომ აი ჩამოთვლილი სამი პრობლემიდან მაგათ როგორ მივხედოთ. დღეს პირველად მაგას. აი, მე მგონი მოკლედ აქამდე ძირითადი თემები დავფარეთ, რაც ღრმა ნეირონული ქსელების პრობლემებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი კიდე დამატებითი რაღაცა, რაც ყურადღება მინდა რომ გავამახვილო, არის რომ როგორც წესი აუთპუტი აქ ძალიან მარტივია ხა ეს აუთპუტის გაგება არის ორგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ფიჩერებია x1 და x2 მაქვს სულ და ანუ აუთპუტის არის ბინარული კლასიფიკაცია ლურჯი კლასია თუ სტაფილოსფერი ზოგადად აი რეგრესიის მაგალითზე რო წარმოვიდგინოთ წამი შესაძლოა სურათები და რო იყო ეს შეგვიძლია გამოგვადგეს ზოგადად კარგი ვიზუალიზაციაა ლოს ფუნქციის წარმოდგენა რამდენიმე განზომილებიან სივრცეში. ეს მაგალითი ესეც მნიშვნელოვანი ვიდეოა საბოლოოში დავლინკავ ამასაც. და ძალიან მარტივი loss landscape-ია ხა ამ შემთხვევაში. რაღაც თითქმის ბრწყელი სივრცე და ორ ადგილას ჩაღუნული და მე თუ ოპტიმიზაციას ვაკეთებ, დავიწყებ random წერტილიდან gradient descent-ით მივიღო საბოლოო ჯამში ამ ჩაღრმავებულ წერტილებამდე. დღესაც ვახსენეთ ერთი ლოკალური თორტები ეს აქვს ლოკალური მინიმუმი. ერთი ლოკალური მინიმუმია, ერთი გლობალური მინიმუმია და გასაგებია პრობლემაა რომ ლოკალურ მინიმუმში შეიძლება მოვხვდე და გლობალურში ვეღარ გადავიდე, იმიტომ რომ გავიჭედო იქ. მაგრამ ვიზუალიზაციისთვის მოკლედ წარმოიდგინეთ რომ ესეთი ჩაღრმავებები და წაწვეტებული უცებ თა და უცებ ჩაღრმავებული ადგილი შეიძლება ძალიან ახლო იყოს ერთმანეთთან. და თან რადგან პარამეტრების რაოდენობა ესე დიდია, ესეთი სურათიც ორგანზომილებიანი, სამგანზომილებიანი ან რა ვიცი, რამდენიმე განზომილება შეიძლება წარმოიდგინოთ. როგორც წესი ცუდ ინტუიციას გაძლევთ ხოლმე. რაც აი gradient descent-ის გასაგებად მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, ეს სამგანზომილებაში წარმოიდგინოთ ჩაღრმავებული ადგილები სად არის და აი თითოეული ნაბიჯი როგორ მიდის ჩაღრმავებული ნაწილისკენ. მაგრამ როგორც კი ნეირონულ ქსელებზე ლაპარაკობთ, იმდენად ბევრი პარამეტრი არის, რომ შენ თუ დახატავ, რომ ჩემი loss landscape-ი აი ესე გამოიყურება, მიკერძოებულობას გაძლევს, იმიტომ რომ რეალურად ის ორი განზომილება, სამი განზომილებაა. მაგრამ რეალური loss ფუნქცია არის ასობით და ათასობით განზომილებიანი და შენ მარტო ორი განზომილების პროექციას უყურებ. და შეიძლება რაღაც ადგილი გეგონოს, რომ აი ხა ეს ბრტყელი ადგილია და რატო სწავლობს მოდელი, მაგრამ თუ სხვა განზომილებიდან შეხედავ, ის ადგილი საერთოდ არაა ბრტყელი. მაგაზეც ვიდეოს მოკლედ დღეს მნიშვნელოვანი ვიდეოები იქნება იმაში, მასალებში. მოკლედ ეს სურათიც მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოთ წარმოდგენა gradient descent-ის გასაგებად, მაგრამ რეალური loss ფუნქციები, იმის გამო რომ მოდელები რეალური loss ფუნქცია დამოკიდებულია რამდენი პარამეტრი მაქვს იმაზე, ხო, რამდენი განზომილებიანი იქნება loss ფუნქციის landscape. არ არის არც ორ განზომილებიანი სივრცე, არც სამიანი და არის რამდენიმე ასობით და ათასობით განზომილებიანი, თუ მილიონობით არა. და იქ ჩაღრმავებული ადგილები, რომ ყველა განზომილებაში ერთი ადგილი, ანუ ერთი მიმართულება იყოს ჩაღრმავებული პირიქით, სწორი, ეგეთი რაღაცები როგორც წესი არ ხდება ხოლმე.
და დღევანდელი მთავარი თემა, რაზეც ვილაპარაკებთ, არის ოპტიმიზაციის ოპტიმიზატორები და ოპტიმაიზერს და ასევე აქტივაციებზე ვილაპარაკებთ. ერთი აბსოლუტურად დავუკვირდეთ. ეხლა შეგვიძლია კოდზე გადავიდეთ. ბატონო. VS Code თუ ჩანს ერთი ამის დადასტურება მინდა. გაზიარებული იყე. მეგონი ჩანს კი. ჩვენი მოკლედ ეს ამ ნოუთბუქში არ მაქვს Excel-ის სურათი, მაგრამ ისე წარმოვიდგინე ქონებაში. დევანდელი ლექციის ნაწილი კი არა, თავარი საკითხი უფრო იქნება ესეთი მრავალგანზომილებიანი მრავალ პარამეტრიან ამოცანებზე რომ მუშაობ. Excel-ი ავტომატურად ნიშნავს, რომ ბევრი პარამეტრი მაქვს და არა უკვე 3, 4 ან 5. მაგ შემთხვევაში როგორ უნდა ვიფიქროთ ოპტიმიზატორზე და აქამდე სავარაუდოდ მარტო ეს SGD, რაც არის stochastic gradient descent, მაგ ალგორითმზე ქონდა ხოლმე საუბარი, სავარაუდოდ. შეიძლება სხვა რაღაცების ნახსენები გაქვთ, ან გამოყენებული გაქვთ, იმიტომ რომ default-ად აი ადამიან რაღაცა. default setting-ია ხოლმე ძირითადად ტრეინინგის პროცესში. მაგრამ ვილაპარაკებთ იმაზე, რა განსხვავებაა და ცოტა ისტორიასაც მოყვებით, რა კომპონენტები ემატება ხოლმე ოპტიმიზატორს, ემატებოდა უბრალოდ და როგორ მოვედით დღევანდელობამდე, რა არის მნიშვნელოვანი და რა იყო ისეთი ნაბიჯები, რაც მეხმარება თეორიული ნაწილი რო თქვი, თავიდან თეორიულად ესე გამართულად უნდა მუშაობდესო, ეგ რეალურად პრაქტიკა მაგასთან როგორ დავაახლოვოთ, აი მაგ სხვაობის აღმოფხვაში რომ ეხმარება ოპტიმიზაციის ამოცანას ზოგადად. თეორიულად ძალიან მარტივია, რომ აი მაგ ეს რაღაც ბევრგანზომილებიანი სივრცე, სადღაც ჩაღრმავებული, სადღაც ამოღრმავებული, ვიცი გადასარევად გაწარმოება, ვიცი მეთოდი როგორ ვიპოვო კონკრეტული პარამეტრის ცვლილება, რამე მართლობით უნდა შევცვალო, რომ უკეთესი გავლენა ქონდეს ამ რიცხვს საბოლოო აუთპუტზე და უფრო სწორი აუთპუტები მომცეს, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე არ ხდება და ეს ოპტიმიზაციის ოპტიმიზატორის ნაწილს შევხედავთ დღეს უფრო მეტად ვიდრე ნეირონცელში შიგნით რა ხდება იმისთვის რომ უკეთესი შედეგი მოხდეს. ეს მეორე ნაწილი იქნება 4 შეებაც უფრო მეტად. მაგრამ საშინაო დავალებად და ისე მასალებად დღესვე იქნება მოტოდებული ეს მეორე ნაწილი ნეირონცელის აწყობა თვითონ და მოდულები დღეს ვახსენეთ დასაწყისში. მოკლედ ამაზე შეიძლება გამოპარაკები გქონდეთ აქამდეც. არის აქტივაციები. მე თუ და დღეს დასაწყისში რო ვილაპარაკეთ, აი რა შეიძლება თუდად წავიდეს ნეირონექსელის შემთხვევაში. ეგეთი რაღაცა ვთქვით, რომ შეიძლება ესე იგი ის ასახვა ფუნქცია, რის მიახლოებასაც მე ნეირონექსელი ვცდილობ, არ არის წრფივი. წრფივი არ არის რას ნიშნავს, რომ წრფივად არ არის დამოკიდებული აუთპუტი ფიჩერებზე. ეს ფიჩერები სხვადასხვა რაღაცებია. უпростоრეთ, კონკრეტულად არის ყოველთვის რიცხვები, იმიტომ რომ მანქანათმშენებლობაში ყველაფერი ინპუტიც და აუთპუტიც არის რიცხვი. მაგრამ რეალურად ის რიცხვი სხვადასხვა რაღაცას შეესაბამება. შეიძლება რიცხვი შეესაბამებოდეს განსაზღვროს ასაკს, შეიძლება კატეგორიული ფიჩერები იყოს, თქვა ფერს განსაზღვროს ან ქვეყანას, ან რაღაც სახლის მახასიათებლების მაგალითზე, წერის სიმაღლე, რომელიც ისა რა ქვია. აწილადი floating point რიცხვი. წერის სიმაღლე ოთახების რაოდენობა, რომელიც მთელი რიცხვია და ასე შემდეგ. და მე თუ არა მაქვს არანაირი ესე იგი მე თუ ჩემი დამოკიდებულება ამ ფუნქციის ისახავსაც ვცდილობ არ არის წრფივად დამოკიდებული ინპუტებზე და მე ვცდილობ აი ეს იგივე რომ წრფივი რეგრესია გავაკეთო ისეთ ამოცანაზე რომელშიც აუთპუტები რას მოდელირებასაც ვცდილობ ინპუტებზე წრფივად არაა დამოკიდებული რა თქმა უნდა ვერ გავატარებ წრფეს თუ ჩემი მონაცემები არის იმის რა ქვია კვადრატული სახის ან რაღაცა ისე არის წრის სახის აი მაგალითად როგორც იქ დიაგრამაზე იყო წრები ერთმანეთში იყო ჩამჯდარი ვერც ერთ წრფეს ვერ ავაგებ ისე რომ ის კონცენტრული წრეები რო იყო რიცხვი შიგნით ლურჯი და გარედან ყვითელი ეგენი ერთმანეთისგან გამოსხო როგორც უნდა ვატრიალო მე ეს წრე ერთ მხარეს ვერ აღმოჩნდება ლურჯები და მეორე მხარეს ყვითლები და ნეირონექსელები რადგან არის წრფივი გარდაქმნილი აკროთა მატრიცების გადამრავლებელი შრიდან შრეზე ყველა გადამრავლება არის წრფივი ოპერაცია
და მე ტფილ ოპერაციას გავაკეთებ ერთხელ 10 ჯერ, 50 ჯერ თუ 70 ჯერ მარტო ტფილ ოპერაციებს. ყოველთვის შემიძლია რომ იგივე 70 PV ტრანსფორმაცია ერთი მატრიცით გავაკეთებ. აი, დაახლოებით ისეთ რაღაც ვამბობ, რომ მე რო რითი ავიღო რაღაც X-ი და X-ი განმავლებული 3-ზე, განმავლებული 7-ზე, განმავლებული 8-ზე, განმავლებული 14-ზე, 4 რაღაცა გავაკეთებ ვითომ ოპერაცია, მაგრამ შემეძლო X-ი გავამრავლებინა პირდაპირ ის მომრავლები რაც იყო, იმათ ნამრავლზე ერთხელ. დაახლოებით ეს რაღაც ვამბობ. ანუ რამდენი წრფივი ოპერაციას უნდა ვაკეთო, მე ინპუტის არაწრფივ ტრანსფორმაციას ვერ მივიღებ წრფივი გარდაქმნებით. ამისთვის საჭიროა და აუცილებელია, რომ როგორც წრფივ ტრანსფორმაციას გავაკეთებ, ეგრევე რაღაც არაწრფივი მოვაყოლო. და ეს არაწრფივის მაგალითები, რაც აქამდე ლოჯისტიკურ რეგრესიაში და ისეც შეხვედრილი გექნებათ, არის რამდენი. ეხლა ჩამოთვლი, კი არა, ჩამოთვლი მაგ გრაფიკები მაქვს აღებული. სავარაუდოდ ეს ყველაზე ცნობილი და პირველივე ალბათ რასაც შეხვდით არის სიგმოიდი. სიგმოიდი არის 0-დან 1-მდე ესე გაჭედილი. 0-ს უახლოვდება მარცხენა მხარეს უსასრულოდ, 1-ს უახლოვდება მარჯვენა მხარეს უსასრულოდ და გამოიყენება ხოლმე ლოჯისტიკურ რეგრესიაში, როცა აი ეს გადასვლა მაგალითად ორობით კლასიფიკაციას თუ აკეთებ, რაღაც და მაგალითად ვცდილობ სიმსივნის დეტექციას. სიმსივნე არ მაქვს და არ აქვს პაციენტს და სიმსივნე აქვს პაციენტს. ამის კლასიფიკაციას თუ ვცდილობ, რაღაცა მომენტში ხო ჩემი გადაწყვეტილება არ აქვსიდან აქვს უნდა შეიცვალოს. და ამ გადასვლა ძალიან კარგად ასახავს რაღაცნაირად რბილი გადასვლაა და პირდაპირ არ ხდება. და ამიტომ ეს ლოჯისტიკურ რეგრესიაში გამოიყენება. და ესეთი პირველი გამოყენებაც რა თქმა უნდა ნეირონულ ქსელებში სიგმოიდი იყო, იმიტომ რომ ლოჯისტიკურ რეგრესიაში არაწრფივობისთვის სიგმოიდს ვიყენებთ. ესეთივე ხო, ისე მარცხენა მხარეს უსასრულოდ უახლოვდება 0-ს, მარჯვენა მხარეს უსასრულოდ უახლოვდება 1-ს. იგივენაირი ფორმის ფუნქცია -1-დან 1-მდე. ამას პრობლემა არა, მაგრამ უბრალოდ მახასიათებელია ის, რომ უარყოფითი არ ხდება ეს აქტივაცია არასდროს. და შეგვიძლია შევხედოთ ისე, რომ საბოლოოდ გაიგო, რომ არასწორი მოდელია ეს, მაგრამ ნეირონულ ქსელს თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ტვინის ანალოგად, რაც არასწორი შეფასებაა და ყოველთვის ამას ვაკეთებთ ხოლმე, რომ რაღაც ახალი ტექნოლოგია გამოდის, ვცდილობთ აი ტვინის ესე მუშაობს. სანამ კომპიუტერები შემოვიდო და მანამდე ტვინის სქემატური ნახაზი იყო რაღაც ბევრი ჭოჭონაკი და თოკი ერთმანეთზე გადაბმული, რაღაც მექანიკური ისინი პრობლემები ერთმანეთში ჩასმული, მოკლედ რაღაცა მანქანის მოდელი, მანქანა წარმოვიდგენთ ხოლმე მაშინ ტვინს და ვიცახით, რომ ეს ტვინი მანქანასავით მუშაობს. მერე იყო ეს ნეირონული ქსელები, ეხლა არის, რომ აი ტვინის როგორც LLM-ი GPT მუშაობს, ისე არის მუშაობს ტვინს. ყოველ დროზე რაც ყველაზე ახალი ტექნოლოგიაა, იმას მივაწევთ ხოლმე, რომ აი ტვინის ეგ არის. საბოლოო ჯამში ყველა ეგეთი მოდელი ტვინის მაინდამაინც ზუსტი არაა, იმიტომ რომ ამოვაკეთეთ ხოლმე რაც ვითარდება ჩვენი ტექნოლოგიები, უფრო და უფრო სხვანაირი მახასიათებლებს აღმოაჩენთ ტვინში. მაგრამ მოდაუბრუნდეთ თემას. ნეირონული ტვინის ნეირონი ან არის აღგრენებულ მდგომარეობაში, ანუ რაღაც იმპულსს გადაცემს მის მეზობელ ნეირონებს, ან არ გადაცემს. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ იგივე ნეირონულ ქსელში კონკრეტულ ნეირონი მნიშვნელობა ანუ აქტივაცია ან 0-თან ახლოს არის, ესე იგი არ აქტივირდება, არ არის აღგრენებულ მდგომარეობაში, ან 1-თან ახლოს არის, ესე იგი აღგრენებულ მდგომარეობაში და გადაცემს ინფორმაციას შემდეგ ნეირონებს. ამიტომ ეს ლოგიკურია. ეს ტანეიჩი არის ჰორიზონტალებული ტანგენსის ფუნქცია. ეს უკვე -1-დან 1-მდეა. და აქაც ეს ასახვა შეიძლება უფრო ნაკლებად შეესაბამება ტვინის რაღაცას აქტივაციას, იმიტომ რომ უარყოფითი აქტივაცია, მაგრამ ნუ მოდელირებისთვის ტექნოლოგიური ნაბიჯია, იმიტომ რომ უკვე რაღაც ნეირონებს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს შემდეგ ნეირონის მნიშვნელობას. რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ რაღაც უნდა არსებობდეს რაღაცა მექანიზმი, რომ დაბლოკვა შეგეძლოს სხვა ნეირონების აქტივობა. მაგალითად, თუ წარმოვიდგენთ, რომ ნეირონული ქსელი რაღაც მომენტში, მაგალითად, აი ახალ მოდელებს დაუბრუნდეთ, GPT-ის მოდელი. რაღაც მომენტში ეს მოდელები ხო გაწვდომია, რომ ვთქვათ რაღაც ისეთ შეკითხვებზე, რამაც შეიძლება ადამიანი დააზიანოს, არ გვიპასუხოს. რაღაც მომენტში ხო ამის გააზრება უნდა მოხდეს, რომ ეს ესეთი შეკითხვაა, რომ ამაზე პასუხი არ უნდა გავცე.
ან დაბლოკილი კონტენტია, ან ისეც მეუნება მოხარებელი, რომ არ უნდა უპასუხო. ეს ყველაფერი აისახება საბოლოო ჯამში კონკრეტულ ნეირონების აქტივაციებში. ლოგიკურია, რომ რომელიღაც ნეირონებია, ნეირონების სიმრავლე თუ გააქტიურდა, ნიშნავს, რომ ეს არის ისეთი კონტენტი, რომელიც უნდა დაიბლოკოს და ლოგიკურია, რომ იმის გავლენა სხვა ნეირონების აქტივობაზე იყოს უარყოფითი და დაბლოკოს ის დანარჩენი ნეირონები. ეგეთი რაღაცა, როცა უარყოფითი მნიშვნელობა ეძლევა თქვა აქტივაციას. დაახლოებით ინტუიცია. ხო, აქვე არის დახატული, მოდი ესე ვთქვა. აქვე არის დახატული ამ ფუნქციების გრადიენტები. სიგმოიდის გრადიენტი, ანუ წარმოებული უბრალოდ როგორ არის დახრილი ეს ლურჯი ხაზი x-თან მიმართებაში. თავიდან ანუ იქით მის მოსულობაში არაა საერთოდ დახრილი, შემდეგ იზრდება ეს დახრის კოეფიციენტი, აღწევს რამდენიც არის აქ ეს დახრის კოეფიციენტი მაგას. და მე ისევ ცირდება, იმიტომ რომ ეს უფრო და უფრო x ღერძის მიმართულებით იხრება ეს ფუნქცია. იგივე ფორმა აქვს თითქმის tanh-ის gradients. და ამას რა შედეგები მოყვება? ამაზე ყოველთვის აუბრია შემთხვევით წინა ლექციებში. სავარაუდოდ არა, მაგრამ შაშანელი კურსის იგივე ლექციებში, ან შეიძლება შესავალ ლექციებშიც მოკლედ ნახსენებია. მაგის ვიდეოებსაც დავლინკა. ესე იგი, ამას ის პრობლემა აქვს, რომ მე ნეირონული ქსელის, ესე იგი, ნეირონის მნიშვნელობა რო გამოვითვალე, ის კონკრეტული მნიშვნელობა გამოითვლება წინა შრის ნეირონებზე, რო გადავამრავლო ტონები და შეგვიძლია. და ეგ თვითონ შეზღუდული რიცხვი არ არის. არ არის აუცილებლად, რომ 0-დან 1-მდე იყოს, ან 0-დან 7-მდე იყოს, ან -7-დან 7-მდე იყოს. ესეთ ფიქსირებული რეინჯი არ აქვს, თუ რამე არ გაუკეთე ამ რიცხვს. და როცა ეგ მნიშვნელობა ნეირონის, ასე ვთქვათ, ნედლი მნიშვნელობა შედის აქტივაციის ფუნქციაში, შეიძლება ეგ მნიშვნელობა იყოს 10. ანუ აქ ამ გრაფიკზე ცოტა უფრო მარჯვნივ არის კიდე. როცა შევა სიგმოიდის ფუნქციაში სიგმოიდ მოდებული შემოვლილი ინფორმაცია 10, რა ხდება, ესე იგი ერთთან ძალიან ახლო რიცხვის ტოლი. აქ კი არ ჩანს ეგ წერტილი, მაგრამ ერთთან ძალიან ახლო რიცხვი იქნება. და მაგის გრადიენტი რა იქნება? ანუ როცა ესე იგი გამოვითვალე ლოს ფუნქცია და ის ლოს ფუნქცია ამ პარამეტრთან მიმართებაში გრადიენტი რა იქნება მანდ? იმ ლოს ფუნქციის გრადიენტი ამ კონკრეტულ რიცხვთან მიმართებაში პარამეტრთან. შეიძლება ძალიან ზუსტად ჩამოვაყალიბე შეკითხვა. თუ შეკითხვა გასაგებია თვითონ ეგ მაჩვენეთ, მანიშნეთ. ორ და უკეთესად ჩამოვაყალიბე. ანუ რიცხობრივად რისი ტოლი იქნება? დაახლოებით ხო 0-ის ტოლი იქნება თუ რაღაც მას დაგვარი. კი, ზუსტად. აქ მოცემულია ამ სიგმოიდის წარმოებული. და მე რო ავიღო თუნდაც აი 5 მნიშვნელობა რო ავიღო, ეს ძალიან ახლოსაა 0-თან. ანუ რაც არ უნდა იყოს წარმოებული კი და რაც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში ლოსი, სწორად მოხდა კლასიფიკაცია თუ რასაც ვითვლით მოკლედ. ის ლოსი ბევრია, ცოტაა თუ რა არის, არ აქვს მნიშვნელობა. კონკრეტულად ამ პარამეტრთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამ პარამეტრის რიცხვით მნიშვნელობა სანამ აქტივაცია მოედებოდა, იყო 5-ის ტოლი. მოედო ეს აქტივაცია, ანუ ბოდიში სიგმოიდი და მაგის გრადიენტი, რადგან ნედლი მნიშვნელობა 5 იყო, ამის გრადიენტი წითელი ხაზი იგივე წერტილში 5 წერტილში არის 0-თან ძალიან ახლო რიცხვით მნიშვნელობა. ანუ თქვა 0.10-იც არის 0 და მე 1. და რა თქმა უნდა, ეგ გამოიწვევს იმას, რომ ამ პარამეტრის მნიშვნელობა თითქმის არ შეიცვლება. რაც არ უნდა ყოფილიყო ლოსი. ანუ ჩემი ლოსი ბევრი იყო, ცოტა იყო, მოდელი კარგად აკეთებს უკვე predictions თუ არ აკეთებს კარგად, მაინც წარმოებული ამ კონკრეტულ პარამეტრთან მიმართებაში არის 0-თან ძალიან ახლო ის. ეს გასაგებია? დიახ. თუ რაიმე შეკითხვა ჩატში მოიწოდეთ, ან ისედაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოწყვეტინოთ. შესაბამისად იგივე რაღაცა მოხდება აქაც. თუ ამ აქტივაციის ფუნქციას გამოვიყენებ მხოლოდ დავაკრავთ, ვთქვათ, 10 შრიანი ნეირონული ქსელი, ისევ ნედლი მნიშვნელობები ნეირონების არ არის ჩაკეტილი რაღაც
ასე ვთქვათ, საზღვრებში არ არის აუცილებლად რომ -1-დან 1-მდე უნდა იყოს აუცილებლად. მაგრამ ამ შემთხვევაში აქტივაციის მერე უკვე გახდება -1-დან 1-მდე. თავიდან არ არის. და ისე როცა მაგალითად ნედლი მნიშვნელობა ამ ნეირონის იყო -5 და გაიარა, ესე იგი დავითვალეთ ლოსი, გაკეთა backpropagation-ი, ამ პარამეტრთან მიმართებაში ჩემი იმის აქვია, ჩემი ლოსის გრადიენტი იქნება 0-თან ძალიან ახლო რიცხვი. თითქმის 0. და ეს პრობლემა ხონდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დავასახელეთ. vanishing gradientis პრობლემა. იგივეა ზუსტად exploding gradientis პრობლემა. თუ ერთზე მეტი იქნებოდა gradienti გადამრავლებაში exploding gradients. ამის მოსაგვარებლად ღრმა ნეირონ ქსელებისთვის პოპულარული ახდა ეგეთი აქტივაციის ფუნქცია, რომელსაც ქვია ReLU. მეგონი rectified linear unit. უმარტივესი რაღაცა არის. უარყოფით ხარეს x-რადის, ან უარყოფით ინპუტებისთვის output-ი ამ აქტივაციის არის 0 და დადებით ინპუტებისთვის არის რაც არის ნელი მნიშვნელობა ეგ. და ეს უკვე ძალიან მსგავს რაღაც მასალას, თუ ნელი მნიშვნელობა ნეირონის იყო უარყოფითი აქტივაციის მერე გახდება 0-ის ტოლი, ესე იგი ის ვაფშე გამოთვლაში მონაწილეობას არ მიიღებს ეგ ნეირონი, მაგ ნეირონის მნიშვნელობაში. და პირიქით დადებითი აქტივაცია თუ ქონდა, ესე იგი ის ნეირონი რაღაც ინფორმაციის გადაწოდებას ცდილობს შემდეგ შრეებზე, იმ მნიშვნელობას მინაჩვენებთ. და ესეთი ამის გრადიენტი იქნება ჯერ 0-ები არის უარყოფით შემთხვევაში და 1-ებია ლედის შემთხვევაში. ამას პრინციპში ის პრობლემა მოხსნა, რომ დადებით შემთხვევებში ყოველთვის გრადიენტი მაქვს. ანუ ეს და თუ დააკვირდებით ყოველთვის ერთი ტოლია, რაც ნიშნავს, რომ ეს გრადიენტი რამდენჯერაც ესე ერთი არ უნდა გადავამოვლო თავის თავზე. მოკლედ სხვა გრადიენტებს ინარჩუნებს. ამის გამო 20-ზე გააკეთო ეგ ოპერაცია არ იმეშვება. იგი ან არ ამცირებს, ანუ 0-თან ახლო გრადიენტების გადამრავლების პრობლემა არ ჩნდება. კი ბატონო. მას კითხვა აქვს. ანუ ისე შეიძლება მოხდეს, რომ ყველაფერი, ყველა ლეიერი, ყველა ნეირონი უარყოფითი იყოს? ხო, ზუსტად ეგ არის ამის ვთქვათ უარყოფითი მხარეც. მაგას ქვია მკვდარი ნეირონების რაღაცა, რაც ReLU-ს ახასიათებს. რომ პრინციპში როცა output-ი ამ ნეირონის არის უარყოფითი რიცხვი და შეიძლება რა თქმა უნდა მოხდეს, იმ ნეირონზე update-ი არ ხდება საერთოდ. იმიტომ რომ ის გრადიენტი 0-ია. და თუ ყველას 0-ია და ანუ ძალიან მათემატიკურად ძალიან დაბალია მაგის ალბათობა რომ ყველას 0 იყოს. მაგრამ რომლებიც უარყოფითია, მაგაზე update-ი არ ხდება. ამისთვის შემოდის ეგეთი რაღაცა. ჩვენ ხო ეს აქტივაციები იმისთვის შემოვიღეთ, რომ წრფივობა, ასე რომ თქვა, დაგვემარცხევინა და ეს ფაქტიურად ისევ წრფივ რაღაცას გვაძლევს და ეს როგორ ჭრის მაგ პრობლემას? ეგ აი ზუსტად რომ ფაქტიურად თითქმის წრფივი რო არის, ეგ თითქმის არის, რაც არაწრფივი არის. წრფივი არის წრფივი არ არის ყველაფერი, რაც ერთი წრფი არ არის. ამ შემთხვევაში ხო მიუხედავად იმისა, რომ ორი წრფის რაღაცნაირი შეერთება არის, ორი სხივის შეერთება არის, ჯამში არაწრფივი გამოდის. ანუ ეს რაღაც გაყოფის საზღვარი ერთი წრფი არ არის, რომელსაც უდავთ იყოფა, არამედ ამის ვიზუალიზაციებს უბრალოდ გამოვაგზავნე. რეალურად არის რაღაც გადაკეთილი. მიდი თქვით. ანუ რადგან რაღაც მონაცემები 0-ის ტოლი ხდება და რაღაც მონაცემები იგივე რჩება, ანუ ის წრფე, რომელიც თავიდან იყო და ის უარყოფითი მონაცემები ამ წრფის გაგრძელება იყო ასე უხეშად რო ვთქვათ, უკვე წრფე აღარ არის რა. ანუ რადგან 0-ის ტოლი ხდება რაღაც ნაწილი ამ წრფის, წრფე იცვლება რა და სწორედ ეგ არის ის გარდაქმნა, რაც ხდება ამ შემთხვევაში. იო. შენ ვერანაირად ვერ ჩაწერ ამ ტრანსფორმაციას, აი ეს ReLU-ს ტრანსფორმაცია, რაც არის ერთი მატრიცით. და ეგ არის არაწრფივობის შინაარსი პრინციპში. ამ მკვდარი ნეირონების პრობლემა მოგვარების ბევრი რაღაც ვარიანტი იყო, ერთ-ერთი არის ესეთი leaky ReLU ქვია, როცა უბრალოდ გამოთვლითად ერთი რაღაცა უნდა ვთქვა. გამოთვლითად ეს ძალიან მარტივია. საერთოდ შეიძლება მე მგონი არის მაქსიმუმი 0-სა და
მნიშვნელობა შორის თვითონ. რაც რომ ნორმატივი ოპერაცია. აქ კი ზუსტად იმიტომ რომ ეს რაღაც უარყოფითი ნედლი მუშაობები ნეირონების გრადიენტი როლი არ იყოს, აი რაღაცა ხელოვნურად შემოტანილი ძალიან დაბალი გრადიენტი არის უარყოფით მხარეს. ანუ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს მკვდარი ნეირონი არ არსებობდეს და თუ ნეირონმა უარყოფითი მუშაობა მიიღო, ნეირონის აუტპუტი უარყოფითი იყო. მაინც გრადიენტი ნული არ არის. და არის რაღაც ძალიან პატარა რიცხვი. ესეც კოეფიციენტი ამ შემთხვევაში. ბოდიში კოეფიციენტი კი არა და ჰიპერპარამეტრი. შეგიძლიათ ასე თორემ რამდენად დახრილი იყოს უარყოფით მხარეს. აქ შემდეგ უკვე ეს ძირითადად ტრანსფორმერებში და ძალიან ყველაზე საინტერესო არის გელუ და ყველაზე ანუ ერთ-ერთი state of the art არის და აი BERT-ში, GPT-ში, vision transformer-ებში ყველგან გელუ გამოიყენება. ანუ თავიდან თუ სულ რელო იყო, დღეს რაღაც ასე ვთქვათ, სტანდარტულად გელუ არის მიღებული. იგი და განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში, როცა ძალიან დღევანდელი მოდელები შეიძლება ყველაზე დიდებიც არა, ასობით ლეიერისგან შეიძლება შედგებოდეს. თუ განსხვავდება იქ ლეიერები, მაგრამ ნუ ძალიან ბევრად მეტი ვიდრე შესაძლებელი იყო. და იქ უკვე აი ესეთ აქტივაციების ცვლილებასაც შეიძლება ძალიან დიდი შედეგი ჰქონდეს რეალურად პერფორმანსში. და არის ხოლმე რაღაც აღარ მახსოვს რომელი იყო რუპერტას ფეიფი. ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, მოკლედ შეიძლება ფეიფერის ერთ-ერთი თავარი შინაარსი იყო იმაზე, რომ ტრანსფორმერში აქტივაციის ფუნქციის შეცვლით რამდენად გაუმჯობესდა ამ ტრანსფორმერს რატო ახლა კოდში ნეირონულ ქსელში. რამდენად გაუმჯობესდა ნეირონული ქსელის დატენინგების სიჩქარე. და ესე იგი უფრო ნაკლები დატით შეიძლებოდა იგივე ნეირონული ქსელის იგივე დონეზე გაწვრთნა. მოკლედ აქაც შინაარსი ამის თქმა მინდა რომ ძალიან მსგავსია და ამის მერე დიდად წინასწარ წავს უართ, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს აქტივაციები. ანიშნავს იმას, რომ თქვენ მაგალითად გამოცდის სამის გადაჭრისას აუცილებლად ამის ხელით შეცვლა მოგიწევთ. როგორც წესი ხდება ხოლმე ისე, რომ ამ კონკრეტულ არქიტექტურაში ეს აქტივაცია გამოიყენება და იმის დამტკიცება რატო ჯობია ერთი აქტივაცია მაგალითად ამ შორის სიმართლე ვიტყვით. ფორმაში სხვა არ არის. მაგრამ რატო ჯობია ერთი აქტივაცია მეორე აქტივაციას, ამას მომავალშიც ნახავთ უცნაურ აქტივაციის ფუნქციებს. მაგის დამტკიცება ძალიან მათემატიკური რაღაცა არის და მათემატიკურთან ერთად აი ეს უკეთესად მუშაობს და ეგეც არის ხოლმე მონაი ვარიანტი. ან ემპირიულად ეს უკეთესად მუშაობს და რა ვქნათ, ან ძალიან მათემატიკური მტკიცება არის ხოლმე, რომ აი ეს იმიტომ მუშაობს, რომ ამის გრადიენტი ესეთი ფორმატია და ეს გრადიენტების ესე იგი ჩაკეტილი რა ქვია ანალიტიკური სახე ფორმულას უდაწე გრადიენტის ის უკეთესად ურთიერთქმედებს სხვა ფორმულებთან საბოლოოდ გამოთვლით ჯაჭვში გრადიენტებისთვის. მთელი შინაარსი machine learning-ის ნეირონულ ქსელებში დაიყვანება იმაზე, რომ მე როგორ გადავავისებ იმას. აიაკ ეს ისე რაღაც ძალიან გადაიჭრა ეს, ამიტომ შევაფცირებ. სიტყვასა გავაკეთეთ. ანუ მოკლედ არა მიუხედავად იმისა, რომ ეს არასწორად არის კლასიფიცირებული, არ აქვს ხობა. მთელი შინაარსი არის და მთელი მექანიზმი არის, რომ ჩვენ თლიანად ვეყრდნობით back propagation-ის ალგორითმს და მაქსიმალურად მინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ გრადიენტის flow სწორად მოხდეს მთელი მოდელის გასწვრივ. ეს არის მთელი შინაარსი, ანუ როგორ გავაკეთო რაღაც სანტექნიკა ისე, რომ გრადიენტის flow კარგად მოხდეს თლიანად. ანუ საწყის შრებამდე ჩამოვიდეს გრადიენტი loss ფუნქციიდან. ეგ არის მთელი ამ შინაარსი. და მთელი ცვლილებები არქიტექტურაში მოკლედ ბოლო სიახლეებიც რაც არის ავარი რამაც ეგეთი step change მოვიტანა performance-ში, ან ის რომ უკეთესად შევძველით ამ gradient-ის flows შენარჩუნება. Okay.
და პრინციპში ეს გარანტიას გაძლევს იმის, რომ შენ თუ ეს გრადიანტის ფლოუ შეინარჩუნე, ვუახლოვდებით იმ თეორიულ შემთხვევას. რაც თქვით, რომ მე back propagation მაძლევს ზუსტად რამე მეთვლებით უნდა შევცვალო მთელი ისა კონკრეტული პარამეტრი. და მე თუ იმას მოვახერხებ, რომ ეს გრადიენტი მნიშვნელობა გაზომვადი რაღაცა იყოს, ან 0 არ იყოს და ძალიან დიდი რიცხვი არ იყოს. პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წრეს უფრო მეტჯერ შემიძლია გავაკეთო ეს აპდეიტი. და აპდეიტი თითქმის გარანტიას გაძლევს, რომ ესე იგი პერფორმანსი უმჯობესდება. ამიტომ ეს არქიტექტურა კლიანად არის მაგისგან განპირობებული, რომელი კომპონენტები, რომელი მოდულები, ესე ვთქვათ, რამდენადაც ინარჩუნებენ გრადიენტს. Okay, let's try and VS Code stuff. For that, ამით ეს აქტივაციების ნაწილი მორჩა შემიძლია ვთქვათ და კითხვა თუ იყო რომ თუ არა და ოპტიმაიზერებზე გადავალთ და მოკლედ შევამჩნევთ. რამე ტიპ არის, რომ რამდენიმე ტიპის აქტივაცია რაღაც მიყოლებით გამოვიყენოთ. აი, ისე თუ ეს არქიტექტურას შენ ხელით არჩევ, რთულია ესე პროგნოზირება სიმართლეობით. თან განსაკუთრებით თუ გაგრძელებია გარანტირებულია ის, რომ თქვათ რაღაც სიგმოიდის გამოყენება რამდენიმე შრეზე ეს არასწორი როგორ შედეგს კარგს ვერ მოგცემს. ამიტომ ეს სტანდარტული რაღაც რევოლუციონარი აქტივაციები რაც არის, ეგენია სტანდარტული და ამიტომ ეგეც ხშირად კი არა ბოდიში ხშირად არ ხდება, როცა ნოლიდან ატყობ არქიტექტურას, ხო? და როგორც წესი არქიტექტურას თავის აქტივაციები და best practice-ები მოყვება. ამიტომ ეს გამიჭირდება პასუხის გაცემა, რომ იცი ესეთი კომბინაცია აქტივაციების ამ შრეებზე. თუმცა თქვა ბოლო შრეზე სიგმოიდი ან ტანეიშენ რაღაცა იმ შემთხვევაში თუ კლასიფიკატორის თავი გაგიეთი, რატომაც არ. ანუ მაგალითად მახსოვს რომ შარშან წინ ერთი ამოცანა იყო აქტივაციის ფუნქციებით. ეგეთი რაღაცა რომ მოვიდეს რა, მაგალითად ამოცანა რომ ცოტა დატასეტი მოგცეს და ჩვენ თუნდა მივხვდეთ რომ რაღაც კარგი შედეგი დავდოთ რა. ანუ ჯერ რო შევამოწმოთ ლინიარ არის თუ არა რა. მერე რომ რაღაც აქტივაციის ფუნქციები ვცადოთ. უბრალოდ ხელით რო გავწეროთ არქიტექტურა და რაღაც ყოველ სტეპზე სხვადასხვა აქტივაცია ჩავსვათ რა. ანუ მაგ აქტივაციის ფუნქციებს რაღაც მაგალითად რათან მიმდევრობით ვიხმართ ან რაღაც, ანუ ეგეთი ამე გაიდა არის რომ აი მაგალითად ჯერ relu მოვდოთ და მერე gelu თუ აი ჯერ რაღაც ლიქი relu მოვდოთ ხოლო და relu საერთოდ არ მოვდოთ, ანუ რაღაც იმპერიული რამე შეხედულება თუ არის მაგაზე და იმენა experiment based არის. მესმის, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, სიმართლე ვითხრა. ეგეთი ისა. შეიძლება კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე რაღაცა მინიშნებები იყოს, მაგრამ ესე ზოგადად ძალიან მიჭირს, რომ იცი, ამის მერე ამის გამოყენება უეჭველი უკეთესია, ანუ თუნდაც კონკრეტულ setting-ში, თუნდაც ამოცანა როცა იცი. ამიტომ არ გამორიცხავ რომ იყოს და სავარაუდოდ თუ ეგეთი ამოცანა არის, სავარაუდოდ რაღაც ლოგიკა დგას და რა რენდომზე შევარჩიოთ. მაგრამ ძალიან დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ ამოცანაზე და პასუხს ესე ზუსტად ვერ გაქცევ. მაგრამ კარგი შეკითხვა ძალიან. Okay. აი, გადავიდეთ ოპტიმაიზერებზე, ეს არის დიაში ძირითადი ნაწილი. ვთქვათ, ოპტიმაიზერებს. ცამე. Okay. აქამდე სავარაუდოდ ესე იგი კლასიკურ მოდელებში ალბათ უფრო მეტად ესე იგი SGD რაც არის stochastic gradient descent ეგ არის ყველაზე მეტად გამოყენებადი რაღაცა, იმიტომ რომ შინაარსი აქედან მოდის ყველაფრის, საერთოდ ყველა ოპტიმაიზერის. მაქვს რაღაც
ამოცანა არის ნებისმიერი ინფუტიდან ნებისმიერი როგორ კონკრეტული ინფუტიდან კონკრეტულ აუთპუტზე მეფინგის სწავლა მაქვს loss ფუნქცია და მაქვს loss landscape-ი შესაბამისად. ეს landscape-ი აბსტრაქტული რაღაცა არის, მაგრამ აი რაღაც გრაფიკულად რაც ნახეთ, ბევრი განზომილებიანი ფუნქციის გრაფიკი. და gradient descent-ის შინაარსი არის ის, რომ მე ვარ ამ loss landscape-ზე რაღაც წერტილში, ამ რაღაც წერტილიდან ერთ-ერთი ის loss პრინციპი შემილი არის, რომ რა მიმართულებით არის დახრა ამ ფუნქციის. გავუშვათ რომ ეს დავითვალე და ამის შემდეგ რა გავაკეთო და როგორ გამოვიყენო ეს ინფორმაცია. ეს არის ნაწილი training loop-ში, რასაც optimizer-ი აკეთებს. და SGD რომელიც ავაროს გამოვიყენებთ კოდში ყველა მოკლედ Python-ში სტანდარტულად მოცემულია. ამ შემთხვევაში ეს ვარიანტი ავიღოთ. ძალიან ესეთი სათამაშო მაგალითი არის აქ მოცემული. მაქვს წარმოგიდგენთ ორგანზომილებიანი რა არის ეს რაღაც პარაბოლოიდი ვით, მოკლედ ელიფსებით. ეს არის ორგანზომილებიანი პროექცია, რეალურად არის სამგანზომილებიანი ჯამი. ოღონდ ეს ჯამი ცოტა წაგრძელებულია თქვა ეს რაღაც ელიფსოიდი ვითა. და ვიწყებ რაღაც წერტილში და ვაკეთებ გრადიენტების სტეპებს და ამ მაგალითი არის შედარებული სხვადასხვა ოპტიმაიზერები. SGD შემთხვევაში რომელიც არის stochastic gradient descent, ვიღებ მაქვს ბევრი რაოდენობის თქვა რაღაც 10000 მონაცემი. ვიღებ რენდომად თუნდაც შვიანურად შევჩელო რამდენიმე მაგალითს, ოდე ამ რამდენიმე მაგალითს დავარქვა batch-ი. ან ერთ მაგალითი დავუწყოთ და მე ვიყავართ რამდენიმეს. იმ ერთი მაგალითის მიხედვით გავატარებ მოდულში ვითვლი გრადიენტებს და ვაკეთებ updates თითოეული პარამეტრისთვის. ეხლა წარმოვიდგინოთ ის loss ფუნქცია არის კონკრეტულად ერთი მაგალითის მიმართებაში დათვლილი. შესაბამისად, აუცილებელი არ არის, რომ იმ ერთი მაგალითისთვის მოცემული გრადიენტები ძალიან ახლოს იყოს, ან ზოგადად რაღაც კავშირი კონდეს დიდად. მე რო ავიღო მთლიანი ჩემი დატასეტი და მაგაზე რო გრადიენტი დამეთვალე. სწორი, ანუ ყველაზე იდეალური გრადიენტი არის მთლიან დატასეტზე დათვლილი გრადიენტი, მაგრამ მე რო ეგავაკეთო ძალიან გამოთვლითო და ძალიან ნელია. და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მე უნდა ავდგე, დავითვალო მთელ დატასეტზე, რომელიც თქვა რამდენიმე 10000 მაგალითი შეიძლება იყოს, მთლიან დატასეტზე დავითვალო გრადიენტი და გადავდგე ერთი ნაბიჯი იმ გრადიენტის მიმართულებით. მე ისე შემდეგი ნაბიჯის გადასახადში სხვა წერტილში მოვხვდი loss landscapes. ისევ დავითვალო მთელ დატასეტზე, ისევ ერთი ნაბიჯი გავთვალე. ეს ძალიან გამოთვლითად არა ისა. ბევრი გამოთვლა მიწევს. ამ გრადიენტს ძალიან ბევრი მაგალითზე ვიტყვი და რეალურად არაპრაქტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შეიძლება მაინც არის ყველაზე კაი ვარიანტი ვიტყვით რატო. მაგრამ ნუ ესე გავაკეთებია. და სანამ ძალიან ცოტა რაოდენობის მონაცემები იყო, ეგრეც გავაკეთებდი ალბათ. ამიტომ ხდება ეს რაღაც stochastic ნაწილი, stochastic პრინციპში ნიშნავს randoms. Randomულად ამოვარჩევ sample-ებს, იმ sample-ებისთვის დავითვლი მარტო gradients და updates-ად იმ sample-ების loss-ის მიხედვით გავაკეთებ. ამიტომ ეს ჩემი loss landscape-ი არის კონკრეტულად რა sample-ების ამოვარჩია იმის მიხედვით და რა მთელი data-ს მიხედვით. ამიტომ შეიძლება მე ერთი კონკრეტული თქვა 10 sample-ით ამოვარჩიე იმის მიხედვით მე ლოკალურ ოპტიმუმში ვოვხდი რაღაც ნაბიჯის გადადგმის შედეგად. მაგრამ შემდეგ რომ სხვა 10 მაგალითს ამოვარჩევ ის წერტილი არ იყოს აუცილებლად ლოკალური ოპტიმუმი. იმიტომ რომ loss landscape-ი შეიცვალა, რადგან სხვა 10 მაგალითზე ვითვლი loss. ეს ნაწილი თუ არ გასაგები. ეს საინტერესო რაღაცაც არის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ესე არ მქონდა გააზრებული. მეგონა loss landscape-ი იყო რაღაც ერთი ფიქსირებული გრაფიკი, შვიდ განზომილებიანი, რამდენი განზომილებიცაა, ბევრი განზომილებიანი და მეგონა რომ ეს უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, რომ გაჭედილი იყო ოპტიმუმში. მაგრამ რაც უფრო ბევრი პარამეტრიანი მოდელია, loss landscape-ი იმდენად განზომილებიანია და იმდენად ასე ვთქვათ, გამორიცხულია პრაქტიკულად, რომ ყველა განზომილებაში ისეთ წერტილში მოვხდე, რომ აი უაკე ადგილი იყოს და აპდეიტის გაკეთება არ შემეძლოს. ოკეი. ეს არის SGD. ეს stochastic gradient descent-ი შეიძლება გააკეთოთ თითოეულ sample-ი ამოიღო, შეიძლება batch-ი გააკეთო. Batch-ი გაძლევს უპირატესობას, რომ ერთდროულად, ანუ მოდელში პარალელურად გაატარებ რამდენიმე მაგალითს და უფრო ტრენინგი უფრო ჩქარია. და რაღაცნაირად ამ noise-ისგანაც ვიცავს, მოდი კარგი აგები თქვა ამ შემთხვევაში.
შეიძლება ისეთ სემპლი მოგივიდეს, რომელიც ძალიან distribution-დან ამოგდებულია იმ განაწილებიდან. არ ვიცი, არასწორად დალეიბლებული კატის სურათი, რომელიც რეალურად ძაღლია. რო შეხედო სურათს, ძაღლია და კატა წერია. იმის ლოსი ძალიან აცდენილია ყველა დანარჩენისგან, ხო? მაგრამ ეგეთი რაღაცა, რომ შევზღუდო შედარებით ჩემი ბეჩის ზონა შეიძლება უკეთესიც იყოს, იმიტომ რომ მეტი რენდომულობაა ნიშნავს, რომ უფრო მეტი შანსია, რომ არ გავიჭედო ლოკალურ ოპტიმუმში. მაგრამ მეტი ბეჩი ნიშნავს, რომ უფრო კარგად ასახავს, უფრო ზუსტია ჩემი გრადიენტები მთელ დატასეტთან მიმართებაში, მაგრამ რაღაც უარყოფითი მხარეც აქვს. ეს უარყოფითი მხარე არის ის, რომ უფრო მარტივია, რომ ლოკალურ ოპტიმუმში გავიჭედო. ოკეი, აქ არის მაგალითი, ესე იგი, ეს SGD, მეგვია რამდენიმეჯერ დავრანოთ, 900 წერტილიდან იწყებს. ნუ ხო, აქედან დაიწყო და მიიღო, ანუ ეს არის ყველაზე ოპტიმალური წერტილი ამ შემთხვევაში. აქეთ გვაქვს ლოსი. და ეს SGD. ამ SGD-ზე რისი თქვა გვინდა კიდე ერთი. ზოგადად ოპტიმაიზერში კი არა, რის მიხედვითაც აპდეიტდება წონები, ესა learning rate, ხო? SGD-ში ესა ფუნქცია. პარამეტრი ახლა ფლოტი რო იცვლებოდა, ეს კი სხვა samples იღებდა? ამ შემთხვევაში ეს რადგან რაღაც სათამაშო დატასეტი არის, რენდომული წერტილიდან იწყება. random წერტილიდან იწყებ და მაგიტო იმ წერტილის კოორდინატებს ცვლის, ანუ დატასეტიც არაა პრინციპში, იმ წერტილის კოორდინატებს ისე ცვლის, რომ მოხდეს ყველაზე ამ რაღაც სამგანზომილებიანი პარაბოლის მინიმუმში. ეს გასაგებია, არა ტრადიციული ის არის, რა ქვია, მაგალითი მოყვანილი. დატასეტი კი არა, მაგრამ ბევრი წერტილებით, სადაც ვაოპტიმიზირებ იმ წერტილების ასახვას რაღაც კლასზე ვთქვათ. მაგ ერთი წერტილის კოორდინატები, XY კოორდინატები, აქ რენდომული ორი კოორდინატი. მაგ განსაზღვრულია ეს შეიძლება ასე პარაბოლოიდი უნდა იყოს, ანუ უბრალოდ თამაშობა ხო გასაგებია. ჯამი რო წარმოვიდგინოთ, ოღონ ერთხელაც უფრო გაგრძელებული. მაგ ეგეთი ამ შემთხვევაში ბოლო ქვია, ეგეთი ფუნქცია, რომელსაც აქვს მინიმუმი ყველაზე ქვედა წერტილი. და ამ წერტილის x წერტილის კოორდინატს x1 და x2-ს ცვლი ისე, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს ამ ბოულის მინიმუმთან. პრინციპში ეს machine learning-ის ამოცანაც არ არის. არის მარტო იზოლირებულად ოპტიმაიზერი როგორ ცვლის inputs მაგის ამოცანა. კაი, და ამ შემთხვევაში რაღაც 21 სტეპი კეთდება. მაგრამ ეს ნაწილი იგივეა. რეალურად qx-ი პარამეტრი იქნებოდა. x-ის მნიშვნელობა იცვლება learning rate-ი განავლებული გრადიენტზე. ამ ასე ვთქვათ, დელტა-t ამ სხვაობით იცვლება თითოეული პარამეტრი. სტანდარტულად SGD-ის შემთხვევაში. და ნუ რა თქმა უნდა, ყოველი შემდეგი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს ძალიან smooth ის არა ქვია loss landscape-ი არის. რა თქმა უნდა, ყოველი შემდეგი ნაბიჯი უფრო ახლოს მიდის მინიმალურ წერტილთან. აი, აქ შემოდის პირველი მნიშვნელოვანი რაღაც. ეს პირველი მნიშვნელოვანი აპდეიტი ოპტიმაიზერში არის, რომ ამას პრობლემა აქვს ორი. პირველი პრობლემა არის ის, რომ ნელია, ნელი იმ გაგებით რომ აი რაღაც 20 ნაბიჯი თქვა ოპტიმალურ წერტილს მე მივახციეთ, მაგრამ წინასწარ რა ვიცით, რამდენი ნაბიჯი უნდა მიგვეღწია ოპტიმალურ წერტილისთვის. მაგრამ ვისურვებდით რომ თქვა ესე გვერდულად კი არ წარმოსულიყო, თქვა პირდაპირ წარმოსულიყო. ესეთი უპირატესობა შეიძლება ისურვოს ადამიანმა. ან უფრო კარა თქვა რა 21 ნაბიჯი აქამდე არ მოსულიყო და ბოლომდე მისულიყო. ანუ ესეთი აპდეიტები შეიძლება. პირველი ეგეთი უპირატესობა არის შემდეგი რაღაც შემოტანა. იმიტომ რომ ესე იგი loss landscape-ი იცვლება, იმიტომ რომ გრადიენტები იმის მიხედვით რა სემპლები ამოვაჩიე, სხვადასხვანაირი შეიძლება შემოხდეს. დავფიქრე ეგეთ რაღაცაზე. მე თუ მქონდა მიმართულება, მაგალითად, ესე იგი ბევრი პარამეტრი მაქვს, ხო, ავიჩიოთ როგორც x-იური. x-იური გრადიენტი ყოველთვის სტაბილურად იყო ერთი მიმართულებით და დაახლოებით ერთი ზომით. შემიძლია ეს ინფორმაცია გამოვიყენო და რაღაცნაირად შევინახო, რომ აქამდე ეს პარამეტრი რა მიმართულებით იცვლებოდა ხოლმე, ან ბოლო პერიოდის განმავლობაში. მე თუ ამ მომენტში
ეს პარამეტრი მეუნება გრადიენტი მოცემულ ლოსზე, რომ მოდი ეხლა რადიკალურად სხვა მიმართულებით შეიცვალე, მე მაინც გავითვალისწინო წინა თქვა 10 სტეპზე, training stepsზე, რა მიმართულებით ვიცვლებოდი და თქვათ მაინდა-მაინც ზუსტად ბოლოს კი აღარ დაუჯერო ბოლო აპდეიტის მიმართულებას. არამედ რაღაცნაირად აგრეგაცია გავაკეთო, რომ ბოლო 10 მაგალითს შევხედო და გავასაშვალო. ან მოკლედ რაღაცნაირად თუ აი სიჩქარეს და აჩქარებაზე ვაპარაკებთ, სიჩქარე შემოვიტანო, ეს წერტილი, ეს პარამეტრი რა მიმართულებით იცვლებოდა და ამ მომენტში რომ რაღაც ზალა ამ შემთხვევაში გრადიენტი მეკაჩება რაღაც მიმართულებით, ცოტა უფრო ინერტული ვიყო იმ მიმართულებით წასვლასთან მიმართებაში. კი მიმართულებით შევიცვალო ჩემი სიჩქარე, მაგრამ ეგრევე მყისიერად არა. ეს არის მომენტუმის გაგება. და ეს მომენტუმი არის აქ ხო, ეს მომენტუმი არის ზუსტად ეგეთი რაღაცა. მე პარამეტრი, მე გრადიენტთან ერთად შემომაქვს ეგეთი რაღაცა, რასაც ვიმახსოვრებ თითოეული პარამეტრისთვის. აქამდე აპდეიტები, აქამდე გრადიენტები რა მნიშვნელობის იყო ხოლმე. ამის ისა რა ქვია? ამის იმას გაჩვენებთ ახლა. ფორმულას. მაშინ არ შეგებია ფორმულას ნახავთ ცოტა ხანში. და ეს თუ დავუბრუნავთ ისე, ეს იგივე SGD არის, იგივე ამოცანაა ზუსტად. უბრალოდ ამ შემთხვევაში იგივე 20 სტეპის განმავლობაში უკვე რეალურ ოპტიმუმთან კიდევ უფრო ახლოს მივდივარ. იმიტომ რომ ესე დახრა მეტი იყო. მეტი არის ამ ფუნქციის დახრა ვერტიკალურად. და უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიჩქარე აყრით ამ მიმართულებით მომენტუმი შეიძინა. იმანა ქვია, ოპტიმაიზერმა ამ პარამეტრისთვის და ნახეთ ამ ადგილას, აი აქ რომ მოვიდა, რეალური გრადიენტი ამის იყურება ასე მარცხნივ. მაგრამ აპდეიტს თუ დააკვირდებით, ქვემოთ ისევ გააგრძელა სიარული. გააგრძელა სიარული, ანუ შემდეგ სტეპზე ამის უშუალობა ქვემოთ ისევ წავიდა. რეალურად იმ აპდეიტის მომენტში გრადიენტი მაგ მიმართულებით არ იყურებოდა. ანუ რაღაც ვარიანტით ოპტიმალურ ტრაექტორიას გაცდა, მაგრამ მე უკან წამოვიდა, იმიტომ რომ ბოლო გრადიენტის მიმართულებას, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ყურადღებას ვანიჭებ, მაგრამ ვითვალისწინებ წინებსაც. და ამიტომ გაასწორა ეს ტრაექტორია და ის მე გავგრძელა ეს ესეა. ეს რაღაცას მაძლევს. მე თუ კონკრეტული მიმართულებით მივდიოდი დიდი ხანი, მაძლევს საშუალებას, რომ ეგ მაგ მიმართულებით უფრო მყარი ნაბიჯები გადავდგა. ანუ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა. რაღაცნაირად learning rate-ი უფრო დიდი მქონდეს მაგ მიმართულებებით. და როცა ძალიან დახტის აქეთ-იქით ჩემი გრადიენტი. მაძლევს საშუალებას, რომ გავასაშვალო ეს ხტუმა. და მაგალითად ხშირად შეხვდებით ეგეთ რაღაცას, რომ ეს ზიგზაგის პატერნით გადაადგილდება აქ. SGD შემთხვევაში. ესე ზიგზაგად. იმიტომ რომ გრადიენტი მოდი მაგალითი შეგვიძლია შემოვიტანოთ აქ learning rate-ი რომ გავზარდო. აი ზუსტად. learning rate-ი რომ გავზარდე SGD შემთხვევაში. აი ეს ზიგზაგი შემოვიდა. და იგივე learning rate-ი და მე მომენტუმით გამოვიყენო. ესით. ეს გადახტომა უნდა გაასაშვალოოს ამან. ოკეი, დავაგნოთ მომუშავებას. მაგრამ ინტუიცია თუ არის გასაგები, რატო არის მომენტუმის შემოტანა, ან რაღაცა სიჩქარის, მიმართულების სიჩქარის შენახვის შემოტანა, საინტერესო და შეიძლება გამოგვაცხადოს. ოკეი, აქ ვეგეთი რაღაცა ვთქვათ, რომ მეხსიერებაში როცა მოდელს ვატრენინგებთ, თუ სტანდარტულ SGD-ს გამოვიყენებდი, მარტო უნდა შევინახო გრადიენტი აპდეიტისთვის და ამ შემთხვევაში გრადიენტთან ერთად უნდა შემენახა ბოლო გრადიენტების რაღაცნაირად გასაშვალოებული მნიშვნელობაც. ანუ დაემატა კიდევ ერთი რიცხვი, რაც უნდა შევინახო. თითოეული პარამეტრისთვის. ოკეი, აქ რა ვაქვს? ესეც არის თორსები, ხმაის გამოცანა იყო მომენტუმით უნდა იყო რაღაც. ოკეი, შემდეგი უკვე აქ შემოდის, ამისთვის მოდი ახლა ამის შეარინგს გავაჭერებ. გადავალ ერთ ვიდეოზე, რომელიც ალბათ დღევანდელი ლექციაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. საინტერესო.
ხო, აი, აქ არის შედარება SGD როგორ მოიქცეოდა, ამ რაღაც ისევ იგივენაირი პარაბოლოიდის შემთხვევაში. SGD უფრო პატარა ნაბიჯებს გავს. ეს მომენტუმიანი SGD უფრო ყრებს სიჩქარეს, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში გაცდა რეალურად სწორ ტრაექტორიას, რომელიც უფრო პირდაპირ იქნებოდა. მაგრამ სამაგიეროდ უფრო ნაკლებ სტეპში გააკეთა იგი, 52 სტეპში 90-თან შედარებით. ეს სტანდარტული გრადიენტ დისენსი არის. ეს გვაქვს უკვე მომენტუმით. მომენტუმში ეს V არის სიჩქარე, ეს არის ის პარამეტრი, რასაც ვინახავ. და კეთდება ვიცი რამდენად შეიძლება აქამდე შევხვდიხართ exponential moving average. ანუ რაღაც ბეტა პარამეტრი მაქვს. ეს ბეტა პარამეტრი არის 0-დან 1-მდე. რამდენი პროცენტი უნდა შევინახო ძველი აკუმულირებული მნიშვნელობების და დავუმატო 1 - ბეტა რაც იყო. თქვათ ეს 0,9 იყო. 0,9 მნიშვნელობის კოეფიციენტს ვანიჭებ ძველ აკუმულირებულ მნიშვნელობას გრადიენტის და 1-ს გამოკლებული 0,01 მნიშვნელობას მივანიჭებ ახალ გრადიენტს. ეს რიცხვი არასაც ვინახავ და უკვე ამ რიცხვის learning rate-ში რომ მიმდინარე გრადიენტი ჩავანაცვლო ამ ბოდიში update step-ში მიმდინარე გრადიენტი რომ ჩამენაცვლებინა ამ მომენტუმის მნიშვნელობით ეგ არის უბრალოდ ამის update. ძალიან პატარა ცვლილება არის პრინციპში მეხსიერებას რაც საჭიროა ამ გასაკეთებლად ბევრად მიორმაგებს. აი ეს იყო პირველი ვარიანტი. აქ კიდე ამას გადავახტები ამ ნაწილს. აქ შემოდის მეორე update-ით პრინციპში რაც optimizer-ში გვაქვს. ეს არის წამი მე თუ მქონდა მეორე რაღაცა რაც ხდება, ხო? მე თუ მაქვს ისეთი, ხო ვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტული განზომილებებით, ანუ კონკრეტული პარამეტრს თუ შევხედავთ. შეიძლება იყოს ძალიან ასე ვთქვათ, ვაკე ადგილი, გრადიენტი 0-თან ძალიან ახლოს არის და არსებობს მიმართულებები და განზომილებები, რომელიც პირიქით ძალიან ხარ აიცვლება. ძალიან ესეთი ზიგზაგივიდან ძალიან თებია და ჩაღუნული ადგილებია, ძალიან ახლო იმაში რა ქვია, პარამეტრის მნიშვნელობებისთვის. ანუ ისეთი მიმართულებები, სადაც სტანდარტულად დიდი გრადიენტებია და ისეთი მიმართულებები, სადაც სტანდარტულად, ანუ ძირითადად ნაკლები გრადიენტია. სადაც ნაკლები გრადიენტია ნიშნავს, რომ ეგ არის უფრო აი პლატო ადგილები. და ამიტომ იქ როცა მე იმ მიმართულებით როცა გრადიენტის update-ს გავაკეთებ, პატარა გრადიენტი თუ იყო, შემიძლია რომ დიდი სტეპი გადავდგა. იმ ადგილას loss landscape-ი ძალიან დახრილი არ არის და ძალიან დახრილი თუ არ არის, შემიძლია რომ უფრო დიდი ნაბიჯი გადავდგა. და პირიქით, ისეთ შემთხვევებში, როცა ეს გრადიენტი მაღალია, ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილებში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციცაბო ადგილია, სავარაუდოდ დიდი ნაბიჯის გადადგმა გადამაგდებს სხვა ადგილას საერთოდ. ანუ არ მომაგდებს იმ რომელ დაღმართშიც მივდივარ და შეიძლება ვთქვათ, გვერდზე დაღმართში გადამიყვანს. და ამიტომ შემოდის ეს დამატებითი რაღაც root mean squared კოეფიციენტი, რომელიც არ აქვს შემოდის. ზედა ნაწილი იგივეა ზუსტად, ერთ-ერთი ხოვება არის, რომ გრადიენტის კვადრატები ინახება, და თვითონ გრადიენტები. ეს ჩათვალეთ, რომ მომენტუმია როგორ გრადიენტის კვადრატი და learning rate-ი, რომელიც აქამდე SGD შემთხვევაში ეს learning rate-ი არის სტანდარტულად 0.1-ზე ვლდება ყველა პარამეტრის გრადიენტი update-ისთვის. ამ შემთხვევაში მეძლევა საშუალება, რომ კონკრეტული პარამეტრის მიმართულებით რა ზომის გრადიენტიცაა, იმის მიხედვით დავასკალირო. თუ დიდია გრადიენტი, ნიშნავს, რომ ეს რიცხვი გაიყოფა დიდ რიცხვზე. ანუ ეფექტურად უფრო პატარა learning rate მომცემს ამ პარამეტრის update-ში და თუ ეს ძალიან პატარა რიცხვია, პირიქით. პატარა რიცხვი, ესე იგი მეტი დიდი სტეპის მეტი უფრო მაღალი ეფექტური learning rate-ის გამოყენება შემიძლია, ანუ უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმა შემიძლია იმ პლატო მიმართულებით. ეს თუ არის გასაგები. Okay. ეს იყო მეორე რაღაცა, ეს RMS პროფი, ეს იყო მე მგონი ჯეფრი ჰინტონი, ერთ-ერთი ფაუნდერი თანამედროვე machine learning-ის და რაღაც ნეირონიქსელებისაც, მოკლედ. მე მგონი შაშან ტურინგის ევორდი მიიღო. მე გასწავლეთ კურსერაზე, ერთ-ერთ კურსს და
არცად ეს გამოხატებული არ იყო ეს კონკრეტული მიდგომა ეს RMF პროფი არც ერთ პეიპერში და ეს უბრალოდ ასწავლიდა კურსზე და აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი დააპდეიტება არის ოპტიმიზაციის პროცესში, იმიტომ რომ ლოგიკური მაძლევს საშუალებას, რომ ერთი learning rate კი არ მქონდეს ყველა პარამეტრის მიმართულებით. რეალურად ეს ალფა ყველგან ერთი და იგივე რიცხვი არის, მაგრამ იმის მიხედვით, ამ მომენტში გრადიენტი როგორ იქცევა, დიდია თუ პატარაა, მაგის მიხედვით ან მეტი დიდი ნაბიჯი გავაკეთე, ან პატარა ნაბიჯი გავაკეთე. ოკეი. და ეს უკვე მაძლევს აი ზუსტად ესეთ სურათს. SGD ჯერ მოდის ყველაზე დაღმართი მიმართულებით. იმიტომ რომ ბოდიში ჯერ მოდის არასწორი ნათქვამია. დაღმართი მიმართულებით, ანუ ამ შემთხვევაში აი ეს როგორც მოდის რეალურად. იქით უფრო მაღალი გრადიენტია. მაღალი გრადიენტი რომ გამრავლდება learning rate-ზე. უფრო მეტრი ცნობისას ვიდრე დაბალი გრადიენტი რომ იგივე learning rate-ზე გამრავლებულიყო. და ამიტომ თუ შევხედავთ ეს წერტილი როგორ გადაადგილდება, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნაბიჯს გავს უფრო დაღმართი მიმართულებით და უფრო პატარა ნაბიჯს გავს აი მიმართულებით, სადაც რეალურად უნდა აღმართდეს. შემთხვევაში ჩრდილო აღმოსავლეთით. და ამის ეს ძალიან მარტივი გასაგებია და დასანახი არ არის, რომ ეს შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ გრაფიკულად ძალიან მარტივად ჩანს. რომ უფრო მეტად სასურველია, რომ მე ესე პირდაპირ ჩემი მიზნისკენ ვიმოძრაო, ანუ ისეთი მიმართულებით, სადაც პლატო მიმართულებები, ანუ აი ეს ამ მიმართულებით. მეტი დიდი ნაბიჯი გადავდგა, უფრო დავასკალირო ჩემი ეფექტური learning rate. ვიდრე ეს. და ამიტომ ეს RMS პროფი მეორე მნიშვნელოვანი აპდეიტია. ამასაც პირდაპირ ეს RMS prop optimizer-ს არავინ არ ეკანა, ეს ნახეთ. და ეს უდგას ეს არის მოკლედ საფუძველი ეს ორი რაღაცა, რაც ახლა ნახეთ ეს RMS prop-ის და momentum-ის, რაც არის ადამიანში გამოყენებული. და ეს ადამი სახელია, რომელიც default-ად გამოიყენება optimizer-ებში პრინციპში. მაგრამ აკეთებს ამ ორი რაღაცის კომბინაციას. თუ წინა შემთხვევებში, momentum-ის შემთხვევაში ერთი რაღაცით შენახვა მიწევს, და გვინახავ უკვე ორ რაღაცას. ეს მოკლედ ორ ცვლადს ვინახავ როგორც momentum-ს, ასევე ვინახავ აი ამ გრადიენტების კვადრატების აკუმულირებულ მნიშვნელობას. გასაშვალოებას. ანუ exponential moving average გრადიენტების კვადრატების და ეს მომენტუმი. და აპდეიტში ზემოთ არის მომენტუმი, ქვემოთ არის ზუსტად რაც RMS prop-ში იყო. უბრალოდ ორივეს ვინახავ ამ შემთხვევაში. მათემატიკურად მარტო ამითი ვერ აღადგენ ეს რა იყო. და ამიტომ აუცილებელი რომ ორივე შეინახო. საინტერესო რომ ეს რეალურად ბეტა პარამეტრები, ანუ რამდენ მნიშვნელობას ანიჭებს შენ წინა ნიშნულობებს, ანუ აქამდე რაც ნახე იმას. ასლებით მაღალი არის გრადიენტების ზომის შემთხვევაში. ოკეი. აი ეს თუ გასაგებია, ეს არის ადამი. და ეს არის რეალურად state of the art optimizer-ი რაც არის. მაძლევს საშუალებას რომ დავაოპტიმიზირო მოკლედ რომ თუ ან ბევრ ლოკალურ მინიმუმი ან გარემოებშიც და ეს რაღაც ძალიან მაღალი ცვალებადი გრადიენტები რო არის კონკრეტული მიმართულებით, მაგების ასე ვთქვათ, მაგებში კარგად გავლის საშუალებას იძლევა ეს ადამი. სადაც ორი ზუსტად რაც ვაპარაკეთ, ორი ძირითადი ფუნდამენტური რაღაცის სინთეზი არის. ერთი რომ მომენტუმი, ანუ რაღაც მიმართულებით თუ სტაბილურად გადავადგილდები, შევინარჩუნო ის სწრაფე და შევინარჩუნო ინფორმაცია მიმართულებებზე, სადაც მაღალი გრადიენტები იყო, ანუ მეტად იცვლებოდა landscape-ი და სადაც დაბალი გრადიენტები იყო, ანუ უფრო ძორი სიტუაცია იყო და იქ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგმა შემიძლია ტრენინგის პროცესში. პრინციპში ამაზე უკეთესი ესე არაფერი არ აქვს. ერთადერთი რაც არის Adam W, ის არის weight decay-ზე აქამდე ისაუბრეთ რეგულარიზაციის ერთ-ერთ ტექნიკაზე და Adam W არის ამას დამატებული weight decay. პრინციპში და ეს არის state of the art optimizer-ები რაც გვაქვს. ერთი ამ კოდსაც დავუბრუნდეთ. და ნელ-ნელა შეგვიძლია ბოლოსკენ წავიდეთ.
აქ არის ადამი. ეს ადამი ქვემოთ ხედავთ. ხო წესით ამ ავტომატური სკეილინგით დიდი სხვაობა აღარ უნდა ქონდეს learning rates. რეალურად მაინც გასაგებია რომ სკეილინგი ხდება, მაგრამ base მნიშვნელობა რა არის იმ სტანდარტული ნაბიჯისასაც დგავ, რა თქმა უნდა, მაგას მნიშვნელობა აქვს. მე დასკალირდება ის ავტომატურად უფრო ჩქარა ცვალებადი და ნეგატიურცვალებადი მიმართულებებისთვის. მაგრამ base ნაბიჯი რა არის, ის მნიშვნელოვანია. ის ის. და აქ გვაქვს დავდივართ. აპდეიტების შემთხვევაში. ძალიან სტაიტონის რეალიზაცია. თუ ეს ეგეთი მაგალითი იყო, რომ ცოტა დაგვეწყო ინფორმატიული წერტილიდან. ოკეი, კიდევ არის რაღაც ახალი არა, უფრო ამის ერთი ნაბიჯით ზემოთ რო ახვიდე, იქ სხვადასხვა ხარისხის წარმოებულები რო შეინახო გრადიენტების მიმართულებით, მაგრამ პროექტები აქ ამოკლებულიც მაქვს. ერთ-ერთი არის LBFGS. რაც უფრო მეტ ინფორმაციას შეინახავ და რაც უფრო მეტ რაღაცას გაითვალისწინებ გრადიენტის თეფში, ერთი რომ მეტი მეხსიერება გჭირდება და დიდ მოდელებში ორჯერ, სამჯერ გაზრდა ისედაც უამრავი პარამეტრის მეხსიერებისთვის არ არის კარგი. ამჯობია თქვა ის პარამეტრების რაოდენობა თქვა მოდელის ზომას მიემატო, ვიდრე უფრო სწორი გრადიენტის თეფის გაკეთებას. ესე ნაკლებად გამოიყენება და state of the art არის ადამი და ადამი. არნიშნავს იმას, რომ თქვა SGD ან RMS პროფი შეიძლება კონკრეტულ ამოცანაზე უფრო უკეთესი არ აღმოჩნდეს. ოკეი. და ერთ-ერთი თემა, ხო, მაგალითად გაცილებით უკეთესია. და კიდევ ერთი ბოლო თემა ალბათ დღევანდელი დღისთვის რაც გვაქვს, არის ისევ ოპტიმიზაციის შემთხვევაში learning rate. და ეს learning rate არის ვარიანტი, რომ გამოვიყენო constant learning rate, მაგრამ როგორც წესი და უფრო გაცილებით უკეთესი შედეგებს იძლევა, თუ დროთა განმავლობაში მე learning rate შევამცირებ. ეს შემცირება შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც აქ არის, თქვათ დაიწყო 0.1 learning rate-ით და ფიქსირებული რაოდენობის ნაბიჯების გადადგმის მერე გავანახებ, რო თქვათ. და აქ ეს არის გამოყენებული. შემიძლია გამოვიყენო, რომ გავსადურო მე მაქსიმუმ გავაკეთებ 1000 steps ტრეინინგის პროცესში. და ამ 1000 step-ზე ავიღო კოსინუსის ფუნქციის ნაწილი. და იმის მიხედვით ვსწავლ. მაგის ინტუიცია არის, რომ learning rate უფრო დიდი learning rate ვაკეთებს იმას, რომ მე თუ რაღაც კონკრეტულ ჩაღრმავებულ ადგილას მოხვდი, შეიძლება გადავახტე ამ ჩაღრმავებულ ადგილს და არასწორ ადგილას გადავუხვია მოკლედ. ძალიან პატარა learning rate ნიშნავს, რომ პატარა ნაბიჯებს ვდგავ, პატარა ნაბიჯებით ვაოპტიმიზირებ ჩემს loss და ერთი რომ მეტი გამოთვალწინდება, იმიტომ რომ ბევრჯერ მეტი ნაბიჯის გარკვევა მიწევს, მაგრამ ასევე უფრო მიდრეკილი ვარ, რომ ლოკალურ მინიმუმში გავიჭედო. ზუსტად ამის სკეილინგის რასაც ადამი აკეთებს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ მაგის მიუხედავად კიდე ეს learning rate თუ მე დროთა განმავლობაში შევამცირე, ეს ნიშნავს, რომ ტრეინინგის სტარტზე ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ დაახლოებით სწორ ჩაღრმავებულებას მოხვდე და მე უკვე იმისთვის, რომ კიდევ უფრო პატარა, ანუ უფრო გრანულარულად შევძლო ოპტიმალური წერტილისკენ გადაადგილება და არ გადავახტე უფრო და უფრო პატარა ჩაღრმავებულ ადგილებს. ამისთვის შევამცირო learning rate. და ნუ ეპირიულად ეს უკეთეს შედეგებს იძლევა. მე და ამ შემთხვევაში linear learning rate არსებობს cosine scheduling-ი. როგორც თქვი ეს კოსინუსის რაღაც ფუნქციის მონაჭერია, რომელიც ბოლოში ნულდება. იბატონო. ეს იყო პრინციპში დღევანდელი დღის თავარი თემები. ის ნაწილი როგორ მოვაგვარებთ ღრმა ნეირონულ ქსელებში ისეთ პრობლემებს როგორც არის overfit-ი, exploding gradient, vanishing gradient, ამაზე პრინციპში დაახლოებით აქტივაციის ფუნქციებში შევეხეთ ამ თემას. მაგრამ შემდეგი ლექციაზე კიდევ ერთხელ სხვანაირ მიდგომებს გადავწყვით მაგ პრობლემას. Weight decay-ს ერთ-ერთი მაგალითია, მაგალითად როგორც ადამიანის ოპტიმაიზერს აქვს. და მოკლედ შემდეგი თემა იქნება უფრო მეტად აი ამ ნეირონული ქსელის შიგნით სხვა მოდულებში, რომლებიც გვეხმარება იმას, რომ სიგნალში გავზარდოთ ნეირონული ქსელი. საშინაო დავალებისთვის გამოგზავნოთ რამდენიმე ვიდეოს პირველში ვიტყვი, რომ ესეთი
გაგზავნოთ. მასალად გვექნება რაზეც დაფუძნებული ან თავარი რესურსი ხა ეს ნოუთბუქი სადაც მოდის ეს არის დეივიდ ბაუს ჩემი ლექტორი იყო რომელსაც სოციალური ადამიანი how to read python-ში ნოუთბუქების სია პრინციპში მე ძალიან მომეწონა როგორც არის დალაგებული და introduction to python-ში ძალიან კარგად აკეთებს. ეხლა დღესაც გავიარეთ ძირითადად დაყრდნობილი იყო ამ ოპტიმაიზერის სტეპზე. მანამდე ავტოგრაფის გვაქვს introduction-იც, შემდეგი არის მოდულები და აი ეს არის ნოუთბუქი, რაც პრინციპში შეგიძლიათ ინდივიდუალურად ნახოთ და კომპონენტებზე და უფრო მეტს ვილაპარაკებთ შემდეგ ლექციაზე. და ეს data loader-ი და AlexNet-ი უფრო შემდეგი ლექციებისთვისაც იქნება. ოკეი, ამას კი შევდით რომ გენახოთ. ვიდეოებსაც საშუალოა მაგებსაც დავლინკავ წინა წლის ლექციებსაც. და ასევე მინდოდა მეჩვენებინა ხო, მინდოდა მეჩვენებინა ეს ნოუთბუქი მოდულებს. სადაც არის ზუსტად რა დღესაც ვილაპარაკეთ, ყველა შრერო მოდულის შვილობილია. როგორ აქვს წერო კონკრეტული მოდულები, როგორ აქვს წერო ნეირონული ქსელი, ამას შეეხეთ, მაგრამ მაინც სავარჯიშო პლეიგრაუნდივით არის ეს ნოუთბუქი და შეგიძლიათ გააკეთოთ. ნეირონული linear layer-ი, ზუსტად როგორ აკეთებს ტრანსფორმაციას, linear layer-ი, ამას აითამაშებით. torch გრადიენტების შენახვა გამოთვლის პროცესში. და მოკლედ PyTorch-ის სავარჯიშოა კონკრეტულად ამ მოდულებთან მარტივში. აქ ადამიანის ოპტიმაიზერიც არის გამოყენებული. როგორ გავაკეთოთ რომ ამის მაგალითად ნახავდით ნეირონული ქსელის სხვა მოდულებების განაწყობა და საბოლოო ჯამში არის რაღაც ისევ for example-ზე ნეირონული ქსელიც დატრეინინგება, სადაც თუმცა ვიყობით მარცხენა არის target-ი და მარჯვენა არის ნეირონული ქსელის prediction-ი. და უბრალოდ ესეთ რაღაც მარტივ პატარა ნეირონულ ქსელს დაატრეინინგებთ ამაზე და შემდეგზე უკვე ვილაპარაკებთ არქიტექტურის შერჩევაზე, სხვადასხვა მოდულებზე, რომლებიც შეგვიძლია ნეირონულ ქსელში ჩავაშენოთ, იმისთვის რომ აი ეს დასაწყისში და პრობლემების თქვით, როგორც კი სიღრმეში მივდივართ ნეირონულ ქსელების პრობლემებით თავს ვიჩენს. და მოკლედ ამას ამ ნოუთბუქს გადახედეთ, ჩემი რჩევა იქნება. დღევანდელი ლექციის ნაწილი ამითი შეგვიძლია დავამთავროთ.